დღეს ჩემი სტუმარი ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ფემინურობა არაა ძალის საპირისპირო. ფემინურობა ამის ნაწილია. ჩემი სტუმარი იმ ქალებს განეკუთვნება, რომელსაც ყველა აყოლებს თვალს, როდესაც ოთახში შედის. და არა მარტო იმიტომ, რომ ის ლამაზია. არამედ იმიტომ, რომ ის ასხივებს თავდაჯერებულობას, მიზანდასახულობას და სიკეთეს. ეს არის ადამიანი, რომელიც შეიძლება თქვენთვის უცნობია, რადგან ფართო მასებისთვის არ არის ცნობილი და სწორედ ამიტომაც მაინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოცდილება, მისი ცხოვრებისეული ისტორია ბევრი ქალისთვის იქნება შთაგონება და შეიძლება ძალიან დიდი мотиваციის წყაროც. სანამ ჩემს სტუმარს წარმოგიდგენთ, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ დღევანდელ ეპიზოდს წარმოგიდგენთ ესპანური დერმატოლოგიური ბრენდი Babe, რომლის შესახებაც უფრო მეც გაიგებთ ტრადიციულად ჩემი Instagram-იდან. ასევე, როგორც ყოველთვის, ჩვენი ეპიზოდის ჩაწერა მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და ჩემი სტუდიის გაფორმებაზე ზრუნავს ავეჯის სახლი ლაქშერი, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის ხეივნის 24 ნომერში. მათი Instagram-ს მე დაგიტოვებთ აღწერილობაში. ახლა კი, უნდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტუმარი ლანა ყიფშიძე, რომელიც უკვე 13 წელია სილამაზის ინდუსტრიაში მოღვაწეობს, კონკრეტულად კომერციული ხელმძღვანელის პოზიციაზე. მე ლანას ვიცნობ უკვე 4 წელია და ის არის ჩემთვის გამორჩეული პროფესიონალი, იმიტომ რომ მე არ მახსოვს ლანას შევხვდე, ლანასთან მქონდეს ურთიერთობა და თვალები არ აუბრწყინდეს, როდესაც თავის საქმეზე არის საუბარი. და იცით რა არის, როდესაც ადამიანს თავისი საქმე უყვარს, ამას არამხოლოდ ვერბალურად გამოხატავს ადამიანი, არამედ ეტყობა ეგრევე მისი განწყობილების ამაღლებაში, როდესაც ადამიანი აი ამ ყველაფერს გამოხატავს თავისი სხეულის პოზით, თავისი მიმიკით, თავისი ხმით, ინტონაციით. აი ლანა არის ადამიანი, რომელიც ასეთი პროფესიონალის განსახიერებაა და სხვათა შორის მე შევამჩნია, რომ ადამიანები უფრო ხშირად საკუთარ სამსახურზე საუბრისას წუწუნებენ, რაღაც ნეგატიურს უსვამენ ხაზს, რომ სამსახური ართმევს ბევრ დროს, რომ ძალიან ნაკლებად აფასებენ, რომ თანამშრომლებით უკმაყოფილოები არიან და ასე შემდეგ. და ლანა არის ამის ანტიპოდი, სრულიად საპირისპირო და მე მგონია, რომ ეს არის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო, აი სწორედ ესეთი დამოკიდებულება შენი საქმის მიმართ. და მე მგონი ლანაც მეთანხმება ამაში. ძალიან დიდი მადლობა საკოპირო რიგში ესეთი წარდგენისთვის. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის მოსასმენად და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. რას ამბობ, ეს იყო მოკლე წარდგენა. მე მაინც ძალიან ბევრს არ ვსაუბრობ ხოლმე წარდგენის დროს, მაგრამ უფრო მეც ჩვენი მაყურებელი აი ამ პოდკასტიდან გაიგებს და ჩვენი საუბრიდან. ლანა, მოდი დავიწყოთ იმით, რომ შენ ესეთი წარმატებული ქალი ხარ. ასეთი სამსახური გაქვს, რომელიც ძალიან გიყვარს და აი ესეთი დამოკიდებულება გაქვს შენი საქმის მიმართ. მე მაინტერესებს დავიწყოთ თავიდან, როგორი იყო შენი ბავშვობა და როგორმა ბავშვობამ განაპირობა ის, რომ შენ დასრულ ასაკში აი ასეთ ქალად ჩამოყალიბდი, ასეთ პიროვნებად. ბავშვობა ძალიან ესეთი ჩემთვის არის თემა, რომელსაც მხოლოდ დადებითი ემოციები შეუძლია ჩემში გააღვიძოს, ასე ვთქვათ. ეს არის პერიოდი, რომელიც შეიძლება ვთქვა მოკლედ, როდესაც მე მყავდა დედა და მამა და ისინი ჩემთვის იყვნენ ძალიან ძვირფასები, დასაყრდენი ადამიანები და ასე ვთქვათ ბავშვობის პერიოდში მე გავირე ერთი ძალიან დიდი ტრენინგი, თუ როგორ უნდა მეცხოვრა შემდეგ მომავალში ცხოვრებაში, ანუ რა უნდა ყოფილიყო ჩემი მთავარი ღირებულებები და როგორი ნაბიჯებით უნდა მივსულიყავი ჩემს მიზნებამდე, რომელიც ცხოვრების განმავლობაში მექნებოდა. ამის ძალიან დიდი მაგალითი იყვნენ ჩემი მშობლები, რომლებიც მასწავლიდნენ, ასე ვთქვათ, თავისი ცხოვრებით. ეს არ იყო, რომ თქვათ დაუჯდებოდით და რაღაცა ესე უნდა გააკეთო და აი ამ შემთხვევაში ასე უნდა მოიქცე. ესეთი ფორმატით რა თქმა უნდა არ იყო, ეს იყო ის გარემო, რომელშიც მე ვიზრდებოდი და რასაც ხედავდი, თუ როგორ ეხმარებოდა დედა მამას, მამა დედას, როგორ გეგმავდნენ ერთად, როგორ ქონდათ საერთო მიზნები და დედაჩემი იყო ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითი ქალის, რომელსაც შეეძლო გაეკეთებინა ძალიან ბევრი საქმის მენეჯმენტი, ასე ვთქვათ, და დაეგეგმა როგორ უნდა ყოფილიყო თავის დროზე, ვთქვათ, კონკრეტულ შეხვედრაზე, სამსახურში, როგორ უნდა დაელაგებინა ბავშვების საკითხები, რომ ჩვენ არ დაგვეგვიან არც სკოლაში, არც ცეკვაზე, არც ერთ, ასე ვთქვათ, საჭირო ადგილას და ამ ყველაფერს ის ალაგებდა და მამის ნაწილში მამა იყო რაღაცა სიმშვიდის გარანტია, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად იყო და ამ ყველაფერს ასე ვთქვათ, არ აგვირგვინებდა ჩვენთან ერთად. შესაბამისად, ბავშვობა ჩემთვის ძალიან ისეთი სენსიტიურიც არის, იმიტომ რომ
აი ესე ვთქვათ, ვეთანხმები იმ გამონათქვამს, როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ უნდა გაუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან, იმიტომ რომ როდესაც აღარ იქნებიან, მერე კიდევ ხვდებით, როგორი იყო მათ ერთად ცხოვრება, რა თქმა უნდა, როგორი სასიამოვნო იყო და თან როგორი სხვანაირი. ანუ აბსოლუტურად სხვანაირი იყო ის ცხოვრება და მერე უკვე როცა ისინი აღარ არიან, საერთოდ სხვანაირი ხდება და თითქოს უცებ გავიზარდე და რაღაც უცებ ისეთი სიგრძენი ძალიან დიდი გარდატეხა ვიგრძენი ჩემს თავში. არ გაქვს ისეთი შეგრძნება, რომ აი შენი ცხოვრება დაიყო მშობლებამდე და მშობლების გარდაცვალების. კი, ზუსტად. მე ვფიქრობ, რომ სამ ფაზად დაიყოფა ჩემი ცხოვრება. ერთი ალბათ ეს იყო ბავშვობა და ნამდვილად იყო ეს ბავშვობა, როდესაც მე მშობლებთან ერთად ასე ვთქვათ ისინი მყავდნენ, ასე ვთქვათ. შემდეგ უკვე არის ეს პერიოდი, როდესაც მე ვარ თვითრეალიზებული და ასევე გარკვეულწილად ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი არის დამოკიდებული ჩემს გადაწყვეტილებებზე და ასე ვთქვათ ჩემს ქმედებებზე და ალბათ მესამე ფაზა იქნება უკვე რაღაცა ტკბობის ფაზა იმის, რომ რა გაქვს, რა შექმენი და აი ამ ყველაფრით რო დადგმე და აკეთო ის, რაც მხოლოდ სიამოვნებას მოგანიჭებს და ვთქვათ რაღაცა კონკრეტული შეზღუდვებისგან ბოლომდე გამოხვიდე. ახლა ამ ფაზაში ხარ? ეხლა ვარ ფაზაში, კი, როდესაც უფრო აქტიური ცხოვრების ფაზაში ვარ, ასე ვთქვათ. რაც ძალიან საინტერესოა და ძალიან კარგი. მოდი ეს ბავშვობის თემა რო ამოვწუროთ და მე გადავიდეთ შენ საქმეზე. შეგიძლია გაიხსენო ფრაზა, რომელიც ძალიან ჩაგრჩა შენი დედისგან, ნათქვამი ან მამისგან, აი ესეთი ნათელმოგონებად რო არის შენს მეხსიერებაში. კი, ასეთი ძალიან ბევრია. მაგალითად, ერთ-ერთი იყო, როდესაც დედაჩემმა მითხრა, რომ შეიძლება შენ ბევრი ადამიანი გჯობნიდეს რაღაცეებში, მაგრამ შენ უნდა ნახო შენს თავში ის უნიკალური თვისებები, რომელიც გამოგარჩევს სხვებისგან და არავის არ შეეჯიბრები, იმიტომ რომ ის იქნება უნიკალური შენი. ავთენტური, ასე ვთქვათ. და ეს ძალიან საინტერესოდ დავამახსოვრდა და სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ გამომადგა ცხოვრებაში, იმიტომ რომ არასოდეს არავის არ ვეჯიბრები და ყოველთვის ვიცი რა არის ჩემი უპირატესობები, რა არის ჩემი, ვთქვათ, ძლიერი მხარე და ვცდილობ რომ ის წამოვწიო, რომ ვთქვათ, იმით დავიმსახურო, თუნდაც პატივისცემა, თუნდაც ინტერესი სხვა ადამიანებში და ამას ჩავეჭიდო და არა ის, რომ ვთქვათ, ვიღაცას რაღაცას შევეჯიბრებ, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაღაცას შენზე უკეთესად აკეთებენ. შენი მშობლები, ანუ ამ შემთხვევაში დედა შენი რა ხან ახსენე, არასდროს გეუბნებოდა, რომ რა ნიშანი მიიღე და ვიღაცას აჯობე თუ არა შენ თანაკლასელს. ხო, არასოდეს არ მეუბნებოდა და სხვათა შორის ეს არის ჩემთვის დღემდე მაგალითია ეს მიდგომა, იმიტომ რომ მეც ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნები ისე, როგორც მეუბნებოდნენ ჩემი მშობლები, რომ მაგალითად თუ ჩემო შვილმა მიიღო პირობითად ვიწახი 8-იანი რაღაც საგანში და ნერვიულობს და განიცდის, მე ვეუბნები, რომ დაფიქრდი, აბა ეს 8-იანი იყო თუ არა შენი მაქსიმუმი, ანუ შენ შეგეძლო თუ არა მიგეღო 10-იანი, იმიტომ რომ შენ თუ შენი მაქსიმუმი გააკეთე, მაგრამ ეს ყველაფერი აღმოჩნდა რომ 8-яნის ტოლფასია, მისაღებია, არ ინერვიულო. ანუ აი ესე ვეუბნები ხოლმე და ყოველთვის ძალიან სწორად ფიქრობენ მე ჩემი შვილებიც და ვფიქრობ, რომ მომავალში ეს მათზე უფრო დადებით გავლენას მოახდენს, ვიდრე ვთქვათ ის, რომ მე მოვთხოვო, რომ აუცილებლად 10-იანები უნდა ყავდეთ, ან თქვათ უნდა იყოთ საუკეთესო, ანუ არ მიმოჩნდა თავი იყო ბედნიერი, ხო? თავი იყო ბედნიერი, თავია გააკეთო შენი მაქსიმუმი და თუ შენ თვლი რომ ეს მაქსიმუმია, მაგრამ შენ თქვათ ან 9-იანზე ან 8-იანზე ახვედი ამ შენი მაქსიმუმით, ეს მისაღებია ჩემთვის. მაგრამ თუ მაქსიმუმი შეგეძლო გაგეკეთებინა და თქვა შეგეძლო 10-იანი მიგეღო, მომავალში ჯობია რომ ალბათ 10-იანი მეიღო. შვილების თემას მოგვიანებით ისევ დაუბრუნდებით. ახლა მაინტერესებს თუ გახსოვს შენი პირველი სამსახური, სადაც ანაზღაურება მიიღე. გახსოვს ესეთი? კი, როგორ არ მახსოვს. ისე კარგად მახსოვს ჩემი პირველი სამსახური არ იყო, რაღაცა პროექტი იყო თუ პროგრამა იყო. თბილისის მერიის და დღემდე მახსოვს, რომ ანაზღაურება იყო 300 ლარი. ნუ ეს იყო ალბათ 2006 წელს თუ 5-ში თუ რაღაც ეგრე და მანამდე არასდროს არ მიმუშავია და არასდროს არ ამიღია ხელფასი, ასე რომ ვთქვათ და ესეთი პროექტი იყო სტუდენტებისთვის, უნდა დაგელაგებინა შენი უბნის ეზო. თუ რაღაც ეზო უნდა დაგელაგებინა, ხო? და ჩავეწერე ამ პროგრამაში და 3 კვირა იყო ეს პროგრამა და ესე ვალაგებდი გვიდი რაღაც ბახს ვუვლიდი მოკლედ იმ ეზოს და მე ამ 300 ლარით ბათუმში წავედით მეგობრები ჩვენი არასდროს არ დამავიწყდა. შენ ჩემზე ბევრად დიდი ხელფასი აგიღია. მართლა შენი როგორი? ჩემი იყო დაახლოებით ალბათ 20 წლის წინ. ჩემი პირველი სამსახური ეს იყო კვლევითი ორგანიზაცია და ვაკეთებდი სოციალურ კვლევას და კონკრეტულად ოჯახებში მივდიოდი, სრულიად უცხო ოჯახებში მივდიოდი და ვიკვლევდი მათ საჭიროებებს.
ანუ თქვათ რა ნაწილში უჭირდათ, რით იყვნენ უკმაყოფილო, რის გაუმჯობესებას ფიქრობდნენ და ასე შემდეგ და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება, სრულიად უცხო ადამიანებში, სრულიად უცხო ოჯახებთან მივდიოდი და ვსაუბრობდით საათობით გარკვეულ საკითხებზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის მინიშნავდი და შემდეგ ეს ინფორმაცია მიმქონდა პასუხისგებელ პირთან და ჩემი პირველი ხელფასი იყო, როგორც მახსოვს, დაახლოებით 60 ლარი, მაგრამ იცით რა არის, ეს იყო უფრო ემოცია ვიდრე ხელფასი და თანხა. ანუ ეს იყო ემოცია, როდესაც შენ ხვდები, რომ შეგიძლია შენი შრომით მიიღო რაღაც, ასე ვთქვათ, ანაზღაურება, რომელიც შეიძლება დღეს 60 ლარია, მაგრამ ხოლმე შეიძლება ბევრად მეტი იყოს და ხვდები, რომ ეს პირველი ნაბიჯები არის ყველაზე, ასე ვთქვათ, ძალიან მცირე იმისა, რაც გელოდება მომავალში და რაც შეგიძლია რომ გააკეთო და აი ეს 60 ლარი იყო ჩემთვის ძალიან დიდი რაღაც, ასე ვთქვათ, ემოციის დიდი გროვა, ასე ვთქვათ, ხო, რომელმაც მომცა ძალიან ბევრი мотиваცია იმის, რომ არ გავჩერებულიყავი კიდევ ბევრი მემუშავა და აი ეს ემოცია მიმეღო, რომ ვთქვათ, რაღაც დავიმსახურე მე პირადად. სრულიად უცხო ადამიანებისგან, ხო, ეს ხო არ იყო, ვთქვათ, მშობლის ნაჩუქარი ან ვთქვათ, ნათესაობის ნაჩუქარი და შესაბამისად რაღაც სხვა ემოციის მატარებელი იყო, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. შენი გამომუშავებული თანხა იყო, ესე თქონდა, რაც დაიმსახურე, ხო? კი. შემდეგ როგორ განვითარდა შენი კარიერა? ვიცი, რომ უკვე 13 წელია ამ ინდუსტრიაში ხარ, სილამაზის ინდუსტრიაში, რაც ქალებსაც ძალიან გვიყვარს და გვაინტერესებს. როდის დაიწყე და მანამდე რა ხდებოდა შენს კარიერაში? ეგეც საინტერესოა, რა გამოცდილება მიიღე და როგორ მოხვედი აქამდე? კი, მანამდე ვიყავი სხვა სფეროში, ეს იყო ტექნიკის სფერო, თუმცა პერიოდი, როდესაც მე მანდ მოხვდი, იყო ყველაზე განვითარებადი პერიოდი, როდესაც თქვათ ახალი შემოსული იყო ტექნოლოგიები, მობილური ტელეფონები, თქვათ ესეთი მასშტაბით, როგორი მასშტაბითაც უკვე დღეს არის, რომ ყველა ადამიანს აინტერესებდა, ყველას ინტერესში შედიოდა, შესაბამისად ამ სფეროში ვიყავი. ესეც იყო სფერო, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და ამ სფეროშიც მალე გადავდგი წინ ნაბიჯები, განვითარდი, გადავედი თქვათ უკეთეს პოზიციებზე, ვიდრე დავიწყე მუშაობა და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. შემდეგ უკვე მოხდა გარკვეული ცვლილებები და რაღაც პერიოდი ვეძებდი სამსახურს. თუმცა არ ვიცოდი რა მინდოდა, იმიტომ რომ იგივე სფერო აღარ მინდოდა, მეგონა რომ რაღაცნაირად ამოვწურე თავი და სილამაზის ინდუსტრიაზე არც მიფიქრია რატომღაც, იმიტომ რომ სილამაზის ინდუსტრიაში არ მქონდა გარკვეული გამოცდილებები, ასე ვთქვათ და ამ სფეროზეც არ ვფიქრობდი, მაგრამ სრულიად შემთხვევით, როდესაც ვნახე ვაკანსია, გავაგზავნე ჩემი მონაცემები, რომ მოდი იყოს და მინიმუმ გასაუბრებაზე თუ დავიმაბარებ, რაღაცა კონკრეტულ გამოცდილებას მაინც მივიღებ და აი აუცილებლად გაითვალისწინონ ჩვენმა მსმენელებმა, რომ ყოველთვის უნდა ცადოთ, იმიტომ რომ და შეიძლება ძალიან დიდ ნაწილში შეიძლება პროცენტობაც ვთქვათ, რომ აი 99 ან 1%-იან ესე ვერ ვიყოთ, ანუ ძალიან დიდი შანსი შეიძლება იყოს, რომ მოხვდეთ იქ, სადაც გინდათ რომ მოხვდეთ და ჩემ შემთხვევაში ზუსტად ასე იყო, რომ გავაგზავნე იქ, სადაც არ მეგონა რომ მოხვდებოდი, მაგრამ მოვხვდი და დღეს უკვე 13 წელი ხდება, რაც ამ ინდუსტრიაში ვარ და თავს ძალიან კარგად გრძნობ, იმიტომ რომ ეს აღმოჩნდა ადგილი, სადაც მე ყველაზე კარგად გრძნობ თავს, სადაც მე ყველაზე კარგად ვფლობ, ასე ვთქვათ, ინფორმაციას, ყველაზე კარგად შემიძლია გავაკეთო რაღაც საინტერესო პროექტები და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება არის. შენ თავს გამოხატავა საუკეთესო. ნამდვილად კი. შენ თუ გახსოვს შენი რაღაც ისეთი რწმენა წარმოდგენები, რაც გქონდა თუნდაც 15 წლის წინ წარმატებაზე. როგორი იყო მაშინ და დღეს ხوار შეიცვალა აი შენი დამოკიდებულება წარმატებაზე? რა გეგონა? რა იყო წარმატება და რა აღმოჩნდა? ხო, ძალიან საინტერესოა. ამ ხრივ აი გულახდილად გეტყვით, რომ რატომღაც მეგონა, რომ წარმატება იყო, როდესაც რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებ და რაღაცაზე შეგიძლია თქვა, რომ აი მე ესე მინდა და ესე უნდა გაკეთდეს. მაგრამ დღეს ასე არ ვფიქრობ. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩემთვის არის, რომ მე მყავდეს ირგვლივ ადამიანები, გუნდი, ასე ვთქვათ, რომლებსაც გარკვეულწილად ვენდობი და ჩვენ ერთად ვაკეთებთ რაღაც საქმეს და ვფიქრობ, რომ ეს მოიტანა გამოცდილებამ და გარკვეულმა წლებმა, რომელიც განვლე და შევხედა, რომ არავის არაფრის დამტკიცება არ ჭირდება, ანუ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, წეღანაც ვქი და ახაც გავიმეორებ, რომლებიც შენზე უკეთესად გააკეთებენ რაღაცას და აი ამის აღიარება უნდა შეძლო, რომ ვიღაცამ შეიძლება შენზე უკეთესად გააკეთოს რაღაცა, მაგალითად შენზე უკეთესად გავიდეს ტელევიზიაში და გაშალოს რაღაც თემა და ისაუბროს იმაზე, ან შენზე უკეთესად მოელაპარაკოს, თქვათ, მეორე მხარეს და წამოიღოს ძალიან კარგი პირობები და ორივესთვის, თქვათ, იყოს ძალიან კარგი შედეგი. ამიტომ მე საწყის ეტაპზე მქონდა ის მომენტი, რომ
რაღაცნაირად თითქოს ყველაფერში ჩართული ვიყავი და აბა კაცრი და იცი კაცრი არა, მაგრამ აი მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება, რომ თქვა როგორ ჯობია და ასე ჯობია თუ ისე ჯობია და ასე შემდეგ, მაგრამ მივხვდი რომ ეს არ არის სწორი, ეს არ აძლევს ადამიანებსაც იმის ასე ვთქვათ საშუალებას, რომ ისინიც განვითარდნენ, იყვნენ ბედნიერები და მიიღონ სიამოვნება იმ საქმისგან, რასაც აკეთებენ და შესაბამისად შედეგი არ არის ისეთი კარგი. ამიტომ მივხვდი რომ ეს არის უფროსის ასე ვთქვათ თვისება, როდესაც შენ ხარ უფროსი და გინდა რომ უფროსულად გადაწყვიტო რაღაცეები, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ გავმხდარიყავი არა უფროსი, არამედ ხელმძღვანელი, ან ვთქვათ მენტორი, ან მსგავსი უფრო სხვა ტიპაჟი, რომელიც გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ნდობას გამოუცხადებდა თავის კოლეგებს, თავის გუნდს და უფრო დავიწყე დაკვირვება იმაზე, ვისი რომელი მხარე იყო ძლიერი, ანუ ვინ რაში იყო ძლიერი და ვინ რაში ნახავდა, ასე ვთქვათ, мотиваციას და ბედნიერებას, ასე ვთქვათ, საქმესთან მიმართებაში და ძირითადად სულ ამ დაკვირვებებში ვარ ხოლმე. ანუ შენ თავისუფლებას აძლევ შენს, თუნდაც შენს დაქვემდებარებულებს, ვინც შენს დაქვემდებარებაშია, გუნდის წევრებს. ეს მე მგონია, არ ვიცი, მე სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ საქართველოში ხშირად მსმენია, რომ უფროს, აი შე როგორც ახსენე, უნდა რომ ყველაფერი მისი კონტროლ ქვეშ იყოს და ყველა ბოლო ბეჭედი მან დაასვას და ასე შემდეგ და მის გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ მიიღებოდეს და შენ ამის საპირისპიროს ამბობ ხო, რომ მიეცი თავისუფლება თანამშრომლებს, შენს მაგრამ აუცილებლად უნდა ასწავლო თუ ის შენგან ითხოვს დახმარებას და გეუბნება რომ თქვათ ეს არ გაუკეთებია და არ იცის როგორ უნდა გააკეთოს, აუცილებლად უნდა ასწავლო გზა როგორ უნდა გააკეთოს, მაგრამ ის რომ ნამდვილად გადადგე ეს ნაბიჯი, აი ნამდვილად დაწერე, ნამდვილად გაუშვი, აი ამ ნაწილში უკვე აღარ არის, იმიტომ რომ ეს არის ადამიანების თავისუფლების შეზღუდვა, რაც იწვევს დემოტივაციას და შემდეგ უკვე შედეგებზეც აისახება. ამიტომ უფროსი ჩემთვის მაინც ყოველთვის არის, ასე ვთქვათ, ამოვიღე ეს სიტყვა, გამოგენება, იმიტომ რომ უფროსი ჩემთვის არის არაპროფესიონალი. და ხელმძღვანელი არის უფრო ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს რაღაც კონკრეტულ საკითხს და ამ ხელმძღვანელობის პერიოდში მას ჭირდება აუცილებლად გუნდი, რომელიც მასთან ერთად გააკეთებს და მივა, ასე ვთქვათ, შედეგებამდე და მიზნებამდე. ეხლა შენახსენე არ ვიცი ეს ფრაზა და მე უცებ ამომიტივდა ჩემი ერთი გამოცდილება ერთ-ერთ სამსახურში. ერთ-ერთმა ჩემმა უფროსმა ესე მითხრა, რომ არ გამაგონო სიტყვა არ ვიცი. და მაშინ დავიბენი, ანუ მართლა როცა არ ვიცი, რა ვქნა, რა უნდა ვთქვა. მე რა გეტყვიან, რომ აიცი რა მაგ სიტყვების ნაცვლად გამოიყენე, ახლავე გავარკვევ და გეტყვით და რაღაცა ჩამნაცვლებლები თუ რაღაც, მაგრამ ცოტა ძალიან დამსტრესა ამან, რომ როცა რაღაცა არ ვიცი, ეს სისუსტეა. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მეც არ ვიცი ძალიან ბევრი რამე, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ძალიან ბევრი წელია ვარ და ზოგადად ბიზნესში ძალიან ბევრი რამე, ასე ვთქვათ, გამივლია, ძალიან ბევრი რამე არ ვიცით, მით უმეტეს დღევანდელ სამყაროში, როდესაც ყველაფერი არის ძალიან ცვალებადი. ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება არ ვიცოდეთ, ან რაც ვიცით, შეიძლება ის აღარ მუშაობდეს დღეს. ის არ იყოს სწორი. ის არ იყოს სწორი, ზუსტად ასე არის და სხვათა შორის ბევრჯერ არის ხოლმე, რომ რაღაცა რაც მუშაობს, თითქოს ის გინდა რომ გააკეთო, მაგრამ მე ხვდები, რომ პირიქით ეს არ მუშაობს და სხვა რაღაც უნდა გააკეთო. თურმე არ გწოდნია, კი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ხელმძღვანელმა შენს აუხსნა, როდესაც რაღაცა არ იცის, მაგრამ როგორც ხელმძღვანელმა შენც უნდა მოусმინო. იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც თქვათ ახალია ამ ინდუსტრიაში და სხვანაირად ხედავენ რაღაცებს და შენ რო გონია რომ რაღაცა ეს ნამდვილად ესეა და 1 2 3 4 ანუ გეუბნება რომ არა მოდი ახლა უკრინდა პირიქით დავითვალოთ და უფრო კარგი რაღაც გამოვა და მართლა ესეა ხოლმე ამიტომ ორმხრივი უნდა იყოს კომუნიკაცია აი უფროსი ზუსტად ეკარით ჩემთვის ადამიანი რომელიც არიღებს იმას რომ რაღაცა არიცი და ადამიანი რომელიც არც იმის საშუალებას გაძლევს რომ განვითარდა კიდევ რა პრინციპებით ხელმძღვანელობ შენ შენ საქმიანობაში ზოგადად ჩემ საქმიანობაში ჩემთვის მთავარი ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები იყვნენ ბედნიერები. ან სულ მაგას ვამბობ რომ ბედნიერი ადამიანები უკეთეს შედეგს დებენ. ეს ნამდვილად ასე არის, იმიტომ რომ მე თვითონ ჩემი თავიდან გამომდინარე მე მყოლია ჩემი კარიერის განმავლობაში 20 წლიანი კარიერის განმავლობაში ასე ვთქვათ ცუდი უფროსიც და კარგი ხელმძღვანელიც და მე ძალიან კარგად დავინახე როგორი არ უნდა იყო. და როგორი უნდა იყო და კიდევ უკეთესი როგორ შეიძლება რომ გახდე. რა თქმა უნდა მეც ამ პროცესს გავდივარ და ეს არ ნიშნავს რომ იდეალური ვარ ან მე ან რაღაც ამ მიმართულებით არ მინდა რომ ასე ვთქვათ გავაჟღერო ეს თემა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ადამიანები იყვნენ ბედნიერები, იმიტომ რომ მე დავინახე რომ როდესაც ჩემი საქმე მაბედნიერებს არ მჭირდება საერთოდ არანაირი დედლაინი
არანაირი მითითება, არანაირი pushing-ი, რომ აი ნამდვილად გააკეთე და აბა იქ თუ დარეკე და ასე შემდეგ. ანუ როდესაც მე ვარ მოტივირებული, ვარ ბედნიერი და მიყვარს ჩემი საქმე, ყველაფერს ვაკეთებ, ასე ვთქვათ, ყველაზე მაღალი სისწრაფით და ყველაზე მაღალი ეფექტურობით. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც არიან ჩემს გუნდში, პირველ რიგში იყვნენ ბედნიერები. შენ როგორ ვწყობ მაგას? აი როგორ ხვდები, რომ ადამიანი ნამდვილად ბედნიერია? ან რას აკეთებს იმისთვის, რომ მან თავი იქნოს ბედნიერად? შენ რას აკეთებ, ანუ ამას გულისხმობ? შენი პასუხისგებლობაა ეს? თუ თვითონ იმ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ იქ არის სადაც მოსწონს ყოფნა, იქ არის რაც მას გააბედნიერებდა. ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრნაირი ადამიანი არსებობს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, რომ ინდივიდუალურად იცოდე, ვთქვათ, ეს ბედნიერება რისგან შედგება, ხო მარტო სამსახური არ არის და ეს მარტო არც ოჯახი არის, არც მხოლოდ სამსახური არ არის, არც მხოლოდ ვთქვათ ის არ არის რა პირობებში ცხოვრობ და ასე შემდეგ. ეს არის რაღაცა ბევრი კარგი რაღაცის ნაკრები, ხო? შეიძლება რაღაცა წვლილი, რა თქმა უნდა, მიმიწვის მე, იმიტომ რომ დიდ დროს ატარებენ ადამიანები სამსახურში და ვთქვათ კოლეგები ერთმანეთთან, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მაინც თლიანი ჯაჭვი არის, რომელიც ბევრი რაღაცებისგან შედგება და ბოლომდე ჩემზე არ არის, რა თქმა უნდა, დამოკიდებული. და ვერც იმას ვიტყვი, რომ იდეალურად გამომდის, თუმცა ძალიან ვცდილობ, არ ვიცი ეს რამდენად გამომდის ან არ გამომდის, მაგრამ ძალიან ვცდილობ, რომ ადამიანის გავიგო რა ახარებს თავის საქმეში, რა არის მისი ძლიერი მხარე, რა უფრო უნდა რომ გააკეთოს და თუ კი არის იმის საშუალება, რომ რამდენიმე ადამიანი და სხვადასხვა რაღაცა გააკეთონ, ანუ მიჩვენია, რომ ყველას ისეთი დავალება მიცე, ვისთვისაც ახლოს არის ის კონკრეტული, ხო? და არა ის, რომ თქვათ, აი, უბრალოდ გავყო რაღაცა სამად და ეს შენ. არა, შემიძლია რაღაც თემებად დავყო, შემიძლია რაღაც მიმართულებებად, კატეგორიებად და იმიტომ რომ ვიცი, რომ უფრო კარგად გააკეთებს და ვიცი, რომ ბედნიერი წავა სახლში და არ წაიღებს რაღაცა პრობლემებს, რომელზეც შეიძლება მე მთელი საღამო იფიქროს და ხასიათის გაუფუჭდეს. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, მაგრამ არ ვიცი როგორ გამომდის. ანუ ერთგვარად შეიძლება ვთქვათ, რომ შენი ძლიერი მხარეა ის, რომ იცი შენს თანამშრომლებს ვის რა უნდა დაავალო. იმიტომ რომ იცი, რომ აი ამას ის გააკეთებს საუკეთესოდ, ამ მეორე დავალებას ეს გააკეთებს და ერთმანეთში არ ურევ. იცი რა ხშირად ყოფილა ვერ ვიტყვი ახლა ჩემი ნიჭები და შეიძლება ვინმე არ მეთანხმებოდეს და დაგვიწერონ და ეგრე არ არის, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ და სხვათა შორის ყოფილა შემთხვევა, როდესაც მithქვამს ჩემი კოლეგისთვის, რომ შენ ამას გააკეთებ ძალიან კარგად, მაგალითად ერთ-ერთ კოლეგას ვეუბნებოდი, რომ ძალიან კარგად გამოხვალ, დარწმუნებული ვარ სატელევიზიო გადაცემაში, იმიტომ რომ შენზე კარგად არავინ არ იცის ის პროდუქტი, რომელზეც უნდა ილაპარაკო და მითხრა, რომ არ მიჯერა, იმიტომ რომ არ შემიძლია, ვერ შევძლებ და ნუ ვუთხარი რომ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგად გამოხვალ, გავიდა და თვითონვე იყო აღფრთოვანებული თავის თავით, იმდანად კარგად გამოვიდა ეს ყველაფერი. მგონია რომ კარგად ხვდები ხოლმე კი რომ ადამიანებს რა შეუძლიათ კარგად გააკეთონ და ვცდილობ კიდევაც რომ თქვათ ის გააკეთონ რაც კარგად გამოსდით. კიდე მაინტერესებს შენი არ ვიცი მე ნიჭს დავარქმევდი, მაგრამ ნუ შეიძლება ამას უწოდოთ თვისებაც, ერთგვარი ხასიათის ნიშან-თვისება, რომ შენ მე არ მახსოვს შენთან დაგელაპარაკო შეგხვდე და უბრალოდ გაღიმებული არისო. ან რაღაცაზე იწუწუნო. აი არ მახსოვს ესეთი რამე. ხო არის რომ ადამიანს ხვდები, თუნდაც საქმიანად შეხვდი, ან რაღაც ყავაზე შეხვდი და რაღაცაზე უბრალოდ წუწუნებს, რომ აი რაიმე რაღაც, ნუ ეხლა რაღაც გლობალურ და ქვეყნის პრობლემებზე არ მაქვს საუბარი. რა თქმა უნდა, ამაზე ყველას გვაქვს რაღაც ნეგატიური გასაჟღერებელი, მაგრამ აი ზოგადად ადამიანები ხო არიან, ვინც უფრო ხშირად წუწუნებენ, ვიდრე რაღაცა კარგს ამბობენ და ვიდრე ბედნიერები არიან. და შენ როგორ შეძელი ეს თუ სულ ასეთი იყავი? არ ვიყავი სულ ასეთი, აი ზუსტად წაღარაზეც საუბრობდით, რომ ჩემ თავში რაღაც გარდატეხა მოხდა, თითქოს აი ჩემი მშობლების გარდაცვალების შემდეგ მივხვდი, რომ ანუ სანამ ვართ, უნდა ვიყოთ აუცილებლად ბედნიერები და მე არაფერს არ ასე ვთქვათ, გავეკარები, არანაირ საქმეს, არანაირ არც არ ვიცი მოგზაურობას დასვენება იქნება ეს თუ რაღაცა პროექტის წამოწყება იქნება პერსონალური თუ ოჯახური თუ რაც არ უნდა იყოს, რაც მე არ მომანიჭებს ბედნიერებას. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რასაც ვაკეთებთ, რისთვის ვაკეთებთ. და მეორე, რაც ამ ცხოვრებაში ასე ვთქვათ, მიხარია, რომ მალე მივხვდი, ეს არის, რომ ადამიანებს ზოგადად იმაზე მეტი გვინდა ძირითადად, ვიდრე გვჭირდება. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ, რა გვჭირდება იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები და არა ის, რომ აი რაც შეიძლება მეტი გვინდა იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები, ასე არ არის. იმიტომ რომ შეიძლება
ძალიან ცოტა ყოფნიდეს იმისთვის, რომ იყო ბედნიერი, იმისთვის, რომ შენი თავი ჩათვალო წარმატებულად, რეალიზებულად და უბრალოდ დატკბე იმით, რაც გაქვს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება ამას მალე მიხვდე. რაც შეეხება პოზიტიურ განწყობას, ვფიქრობ, რომ რაც გადავედი იმაზე, რომ პოზიტიური აზროვნება განმემითარებინა ჩემს თავში და პოზიტიურად მე ფიქრ, აი ამ ადამიანმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ჩემთვის ცუდი უნდა კი არა, ამ ადამიანმა ეს იმიტომ გააკეთა, ალბათ სხვა გზა არ ქონდა, თორე ამას ხომ მე არ გამიკეთებ და აი ამ რელსებზე რომ გადავედი, მივხვდი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, აბსოლუტურად არავიზე გაბრაზებული აღარ ვარ და ყველაფერი გაცილებით უფრო უკეთესად ხდება და გაცილებით უფრო მარტივად მოდის, ვიდრე თქვა სხვა შემთხვევაში იქნებოდა, როცა წუწუნებდი და როცა მეგონა რომ აი მე რამდენი დრო მჭირდება იმის რომ ეს გავაკეთო და როგორ მოვასწრო და ასე შემდეგ. არა. ანუ არანაირი სტრესი უნდა მაქსიმალურად მოიშოროს ადამიანმა, იმიტომ რომ სტრესი არის, ასე ვთქვათ, ცუდი თვისება, რომელიც გიკლავს мотивაციას, რომელიც გიკლავს ენერგიას, ელემენტარულად, აი ენერგია იმის რომ დილით ადგე და გიხაროდეს რომ გათენ და მაგასაც კი ასე ვთქვათ, გიკლავს. ამიტომ ეს სტრესები და რაღაცა ჩვენი ფიქრები რომ აი ამან იმიტომ ეს გააკეთა და ეს იმიტომ მოხდა რომ მე ხო არასდროს არ მიმართლებს და ასე შემდეგ. არიან ესეთი ადამიანები, ვინც ამას ნუ ამბობთ. იმიტომ რომ აი ეს არის ზუსტად რაც გიშლით ხელს იმაში, რომ უკეთესად წავიდეს თქვენი ცხოვრება. ეს ბევრჯერ გამიგე, ეს ხო მარტო მე დამემართებოდა. ხო, და ესე არ არის რეალურად რა, მართლა არ არის ესე. შენ ახსენე ადამიანებს უფრო მეტი გვინდა ვიდრე გვჭირდებაო. შენი აზრით რა განაპირობა ეს? ეს ხო ერთგვარი დამატებითი სტრესია. მე მგონია რომ აი სოციალურმა მედიამ ეს ძალიან გაამზაფრა. იმიტომ რომ ადამიანები ვუყურებთ სხვები როგორ ცხოვრობენ, სხვებს რა კარგი ცხოვრება. ყველაზე ცუდი მხარე ალბათ სოციმედიის, სოციალური მედიის, რაც დღესდღეობით არის ის, რომ ჩვენ ადამიანები ვუყურებთ სხვა ადამიანებს, რომლებიც ვფიქრობთ, რომ არიან წარმატებულები, ლამაზები, იმიტომ რომ რაღაც სილამაზის კონკრეტული სტანდარტები დაწესდა და ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა გქონდეს ასეთი წვირი, ასეთი ტუჩი და ასეთი თმები, რომ ჩაითვალო ლამაზად და შემდეგ ჩვენ ვისტრესებით, რომ აი მე რო არ ვარ ასეთი და მე რო ვერ ვარ ასეთი წარმატებული, ესე იგი რაღაცა ვერ გავაკეთეს ცხოვრებაში. ამ დროს ესე არ არის, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაცა ის უნიკალური თვისება, რომელიც შეგიძლია გამოიყენო და მიაღწიო შენს წარმატებას ცხოვრებაში და იყო იმით კმაყოფილი, რაც გაქვს. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა ცოტას დაკმაყოფილდი და მაინც ბედნიერი იყავი. არა, უბრალოდ იმდენი არ გჭირდება. ანუ მე ვუყურებ, როდესაც ადამიანები გეგმავენ რაღაც მომავალს და ამბობენ, რომ აი მინდა რაღაცა ორსართულიანი სახლი, სადღაც რაღაც ძალიან ვილა, ესეთი და რეალურად ხვდები, რომ ანუ არ ჭირდება და ამ დროს დაახლოებით 20 წლიან პროექტს ფიქრობს, რომ გააკეთოს, როდესაც უამრავი თანხების მობილიზება უნდა გააკეთოს და უნდა დაისტრესოს, იმიტომ რომ ეს თანხები მოაბილიზოს და რეალურად არ ჭირდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ აი ყველა რომ დავფიქრდეთ, აი ახლა ამ წამს რომ დავფიქრდეთ, რა მჭირდება იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი, გაცილებით დაიწევს ის მასშტაბები, რომელიც ხო, რეალურად გგონია რომ გჭირდება. განა იმიტომ რომ ვერ მივახწევთ, ანუ აუცილებლად მივახწევთ ყველაფერს რაც გვინდა, მაგრამ თუ არ გჭირდება, ხო, ანუ თუ არ გჭირდება რატო უნდა სხვა რაღაცას უნდა მოაკლო დრო, რაღაც ენერგია რესურსი ჩადო, მოიფიქრო საიდან მოაგვარო ეს პრობლემა როგორ მიაღწიო ამ ბიზნესს და შეიძლება ის დრო, რასაც აი ამ მოთხოვნებს უთმობ, სულ სხვა რაღაცაში გადაანაწილო, რაც უფრო გაგაბედნიერებს, ხო? კი და ზუსტად ეს არის რაც შენ თქვი, ის რომ ვუყურებთ სხვას და ჩვენ აი ამის გავლენის ქვეშ ვართ და ეს ძალიან დიდი საფრთხე არის, რომ სხვას რო უყურებთ გონია რომ რატომღაც მისნაირები უნდა ვიყოთ, ან ის არის იდეალი იმისა, როგორ უნდა იყოს წარმატებული ან ბედნიერი ადამიანი და ასე არის. ჩვენ რა გვაბედნიერებს, ეგ უნდა ვიცოდეთ რა. შეიძლება ვიღაცას აბედნიერებდეს, უბრალოდ ერთ ოთახში იჯდეს, წყნარად მშვიდად, უსმინოს მუსიკას და წაიკითხოს წიგნი. მაგრამ ეს შეიძლება არ იცოდეს, რომ ისთვის ბედნიერება და რაღაც ძალიან გრანდიოზულ გეგმებს სახავდეს და ამ დროს ხომ მნიშვნელოვანი ის არის, სადაც ჩვენ სულიერ სიმშვიდეს და აი ამ ბედნიერებას ვნახავთ. ისე სხვათა შორის შენ სილამაზის ინდუსტრიაში მოვაწეობ და მეც სილამაზის ინდუსტრიაში მაქვს ჩემი ბლოგი, ეს ანუ ინსტაგრამზე ვინც მადევნებს თვალს და მე მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სოციალურ მედიას იმაში, რომ ადამიანებს აი ამ თავდაჯერებულობას უკლავს, უმახინჯებს, აი იმას ართმევს, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ბედნიერებისთვის და შენ როგორ ახერხებ, რომ აი ამ ინდუსტრიაში მუშაობ, პულსზე გიდეს ხელი, რა არის ტრენდული, რა არის აუცილებელი, რა უნდა მიაწოდო, თქვათ მომხმარებელს, მაგრამ ამავე დროს როგორ ითვალისწინებ იმას, რომ არ დავაზიანოთ ადამიანის ფსიქიკა, განსაკუთრებით ქალების.
ძალიან მნიშვნელოვანია და სხვათა შორის მეც არ ჩემთვისაც არ არის ადვილი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მომწონს ხოლმე რაღაც სიახლე რომ გამოდის რომ ვეცნობი რომ მე რა კარგია მეც მინდა და იყო პერიოდი როდესაც ვფიქრობდი რომ ამას გავიკეთებ, იმას გავიკეთებ, ეს რა კარგი იქნებოდა, აბა ესე რომ მქონდეს წარბი, ესე რომ მქონდეს თმა და ასე შემდეგ, მაგრამ აი ბოლო პერიოდში მივხვდი რომ აი არ შეიძლება ამის გაკეთება რა, იმიტომ რომ საკუთარ თავს კარგავ და მე რაღაც დონეზე მიდიხარ, რაღაც პერიოდში მიდიხარ ისეთ დონემდე, რომ აღარ მოგწონს ისეთი შენი თავი, იმიტომ რომ შენ აღარ ხარ. ვეღარ კმაყოფილდები. ხო, ვეღარ კმაყოფილდები და ამიტომ ეს თემა ძალიან ისეთია სახიფათოა კი და ბევრი ადამიანი ვერ უძლებს ამას და ან ისტრესება, ან შედის ამ თემაში ისე რომ საკუთარ თავს ფაქტიურად ინადგურებს და საერთოდ სხვა ადამიანები წარმოგვიდგებიან ხოლმე, ხო, აი შეიძლება შეგვხვდეს ნაცნობი, რომელსაც ვერ ცნობ, იმიტომ რომ იმდენი რაღაცა შეიცვალა, რომ აღარ არის ის ვინც იყო, ასე ვთქვათ. და ეს რა თქმა უნდა არ არის, თუმცა კარგი მხარეც აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ მაინც ბიუთი ინდუსტრია ეს არის რაღაცნაირად ერთგვარი თერაპია, თუ სწორად მიუძგებით, ხო, ერთგვარი თერაპია და პლუს არის ის ასე ვთქვათ, ბენეფიტი აქვს, რომ შენ შეგიძლია რა შენი კანი, შენი იერი და შენი ასე ვთქვათ, ჯანსაღი და ჯანმრთელი გამომეტყველება, რომელიც გინდა რომ დიდხანს შეინარჩუნო, ამაში ხელი შეუწყო საკუთარ თავს. და თუ სწორად გამოვიყენებთ ამ ინდუსტრიაში წარმოდგენილ პროდუქტებს, სერვისებს და ასე შემდეგ, შეიძლება ძალიან კარგი შედეგი გქონდეს და რაღაც თვითკმაყოფილები ვიყოთ, მოგწონდეს ჩვენი თავი. მაგრამ არ გავხდეთ სხვა ადამიანები, ხო, როგორც ხდება ხოლმე და რაც ძალიან სერიოზული საფრთხე არის უკვე დღეს. ამიტომ დადებითიც აქვს, იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად ის დღის რუტინა, რომელიც უნდა შევასრულო და ხო რაღაცა სახის გაწმენდა, დატენიანება, შენი სახის დანახვა რეალურად როგორ გამოიყურებ და ასე შემდეგ ძალიან სასიამოვნო არის. სხვათა შორის ახლა ხანს, ცოტა ხნის წინ თავდა ერთი რილი ინსტაგრამზე, როგორ ვიყენებ სახის ტეიპებს. ხდიხარ უნდა მეთქვა და ძალიან ისეთი გავრცელდა ეს ვიდეო, ძალიან პოპულარული გახდა და ყველანაირი კომენტარი მივიღე, ყველა არ წამიკითხავს, ბევრი კომენტარი ქონდა, მაგრამ 1-2 მომხდა თვალში, რომ აი სად მაქვს ამის დრო, ისე მირჩევნია ბოტოქსი გავიკეთა და ვიდრე ვიწვალო და ესე ყოველგამე და აი მე ჩემთვის ვფიქრობ, რომ ჩემთვის სწორედ აი ამ დროის გამოყოფა ჩემი თავის მოვლაში, აი ეს არის ჩემი ბოტოქსის აი ყველაფერი. მე ის კი არ მინდა რომ რაც შეიძლება მალე მოვიგო დრო და მოვიგო წლები, რომ აი რაღაც გაახალგაზრდავდე, ჯერ სიტყვა გაახალგაზრდავება დიდად არ მიყვარს. არამედ ის პროცედურა, ის პროცესი, რომ მე ჩემ თავზე ვზრუნავ, აი სარკეში ვიყურები, ვაკვირდები ჩემ სახეს, მიყვარს ის ნაოჭები, რაც მაქვს, მომწონს რომ მათზე ვზრუნავ, აი ეს არის ჩემთვის სილამაზე და ეს არის ჩემთვის თავისმოვლა და არა ის რომ გადავკეთდე და რაღაც ფილტრი ესე შეიცვალოს. ეს ფილტრები საერთოდ ეს არის ძალიან არასდროს გამოგიყენებია ფილტრი ინსტაგრამში. არასდროს არ გამოვიყენებ და არც გამოვიყენებ, იმიტომ რომ მე ძალიან მოწონს ჩემი თავი, ისეთი როგორიც ვარ და არ ვაპირებ არაფრის შეცვლას ფილტრებით. რა თქმა უნდა, მეც ვუვლი თავს, მეც ვიყენებ გარკვეულ პროცედურებს, მაგრამ არა ვარ მომხრე ცვლილებების, ესეთი რადიკალური ცვლილებების. იყო პერიოდი, როდესაც მეც ვიფიქრე, რომ რაღაცა შეიძლება რადიკალურად შემეცვალო და კარგი იქნებოდა, მაგრამ დღეს ასე არ ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს როგორც ვფიქრობ, ეს უფრო სწორია. ისე ასაკს როგორ ხვდები აი ასაკის მატებას? ძალიან ცუდად. მართლა? კი, სხვათა შორის, ხო, აი რატომ აქვს ეს არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი რაღაცა არის, რაც ვერ გადავლახე. მართლა? ხო, რომ აი არ წარმომიდგინე შენზე. ისეთი მოლოდნელი პასუხი? კი, მეც მიკვირს, რომ აი არ ვიცი. გამოიხატება, რომ ვერ ეგუები. აი რაღაცნაირად ვერ ვეგუები, რომ ასა კი მემატება, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ვატყობ, რომ ცოტა გაუმჯობესდა, მაგრამ ზოგადად ხო, რო გითხრათ, დიდად მოხარული ვარ მაგის, ალბათ არა, მაგრამ აქ ბევრი სხვა ფაქტორებიც მოქმედებს, ჩემი გარკვეული, ასე ვთქვათ, ტრაუმები, რომელიც მქონია ცხოვრების განმავლობაში, იმიტომ რომ დედა ახალგაზრდა გარდაიცვალა და ალბათ რაღაცნაირად იმ ასაკთან მიმაიახლოვება მეშინია შეიძლება. ხო, ალბათ. ხო, შეიძლება ეგ არის. შეიძლება ეს არის, ხო, მაგრამ ზოგადად ასაკის მატება დიდად არ მახარებს. ხო, ყველას თავისი მიზეზი აქვს, ასე რომ ვთქვათ, რატო შეიძლება არ ახარებდეს. მაგრამ მე მგონი ამასაც რო გადალახავ, მე ეს იყოს ჩვენი სათავე. მე იმდენი რამე გადავლახე, რომ აი არ არსებობს ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, ბოლომდე შეიძლება იყოს წაქცეული, მაგრამ
აი ადგება და ისე გაიმართოს შეიძლება რომ აი საერთოდ ბევრი წელი აი თქვა 10 წელი რომ დაგჭიროებოდა ხო რაღაცა შეიძლება ერთ წელში ჩაატიო და გააკეთო და დამერწმუნეთ რომ ეს შესაძლებელია და მე პირადად ხო აი მე გამიკეთებია შეიძლება ესე კონკრეტულად არ ღირდეს ასე ვთქვათ ამის მოყოლა მაგრამ მე მქონდა პერიოდი როდესაც საერთოდ არ მეგონა თუ როდესმე გავიღიმებდი გჯერა ხო ან ძალიან ცუდად ვიყავი გარკვეული პრობლემებიდან გამომდინარე ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მაგრამ მე მივხვდი რომ ეს ყველაფერი იმდენად მანგრევდა რომ ჩემგან ასე ვთქვათ უკვე რაღაცა სრულყოფილი მოაზროვნე ადამიანი ასე ვთქვათ ვეღარ დადგებოდა ცოტა ხანში და ამიტომ ჩავხურე ეს თემა და მივხვდი რომ ისეთი რაღაცები რაც ძვერ შევცვლით ჯობია რომ მივიღოთ რომ ეს ხდება ვიმოქმედოთ მაქსიმალურად რომ იქნებ და გამოვასწოროთ ან იქნებ რაღაცით გავაუმჯობესოთ სიტუაცია მაგრამ იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ რომ არაფერი არ გამოვა და გავაგრძელოთ ცხოვრება ამას მივხვდი და ძალიან კარგად გადავხარშე ეს ყველაფერი და დღეს ძალიან კარგად ვარ ძალიან კარგია ამის მოსმენა ესეც ერთგვარი мотиваცია იქნება მოდი ხო შენ საქმეს დავუბრუნდეთ მე მაინტერესებს რახან ასაკსაც შევეხეთ მაინტერესებს ესეთი რამ აი შენ სამსახურში, შენ სამუშაო გარემოში, როდესაც უყურებ ახალგაზრდებს და შენზე შეიძლება ორჯერ პატარები იყვნენ, ანუ რა ვიცი, 10-15 წლის პატარები და აი ხომ არ შეგიძლია გითხრა, რას გაიფიქრებ ხოლმე, როდესაც ხედავ რომ იმათ ის ეშლებათ, რაც შენ გამოიარე და რის გამოსწორებამაც ძალიან შეგიწყო ხელი წარმატებაში. შეიძლება ეს არ უთხრა შენს თანამშრომელს, იმიტომ რომ არ ჩათვალო თავი რაღაც იმად რომ ეხა მე ეს უნდა ვუთხრა. შეიძლება იფიქრო რომ ეხა მე ვინმე კითხება რაღაც, მაგრამ რა გაგიფიქრია? აი გულში რა გაგიფიქრია რომ ნეტა ეხა ეს იცოდეს ამ ბავშვმა და რამხელა ძვრა იქნებოდა მის ცხოვრებაში. ჯენზიზე საუბრობ. ნუ თუ გინდა ჯენზი, თუ შეიძლება უფრო პატარები. ანუ დაახლოებით ალბათ 15 წლით და ცოტა მეტით ჩემზე პატარები არიან. ესენი არიან ფანტასტიკური ხალხი, ადამიანები, რომლებიც ხშირად დაგაფიქრებენ იმაზე, რომ რაღაცა რაც სწორი გონია შეიძლება არ არის სწორი. და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ გაჩვენებენ, როგორ შეიცვალა საერთოდ სამყარო და როგორი სხვანაირია დღეს ყველაფერი. და ძალიან საინტერესო ხალხი არიან, ძალიან ისეთი ჭკვიანები სხვათა შორის და აი როგორი ტიპები არიან, მაგალითად როგორია რომ დღეს დილით რომ მოხვედი სამსახურში უნდა დაიწყო საქმიანობა და აი თავჩახრილი მთელი დღე რაღაც უნდა აკეთო, შეიძლება ისეთი გზა მონახოს. რომ 10 წუთში გააკეთოს მთელი დღის საქმე და თან ძალიან კარგად და ხარისხიანად გააკეთოს და ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. ესენი არიან თაობა, რომელსაც არასოდეს არ ეყოლებათ უფროსი. არასოდეს. მათ შეიძლება ყავდეთ ხელმძღვანელი, შეიძლება ყავდეთ მენტორი, ან უბრალოდ იყვნენ იქ, სადაც მარტო თავის საქმეს გააკეთებენ და ესე კონკრეტულად არ შეიზღუდავენ, ასე ვთქვათ, თავს. ძალიან საინტერესო თაობა არის, თუმცა რა თქმა უნდა არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც თქვათ ვისურვებდი, რომ უფრო სხვანაირი რეაქციები გქონდეთ, იმიტომ რომ მათ თვისვე იქნებოდა უკეთესი და ეს შეიძლება იყოს ის, რომ აი ძალიან მიყვარს სიტყვა ნაბიჯ. ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებას ძალიან გაავს და უხდება, ასე ვთქვათ, შეესაბამება, იმიტომ რომ მე ნაბიჯ გავიარე ბევრი ეტაპი, ბევრი წელი იმისთვის, რომ ყოფილიყავი იქ, სადაც ვარ და ყოფილიყავი, ასე ვთქვათ, კარგად. როგორც ვარ დღეს ხო? და ეს ნაბიჯ ცოტა არ უყვართ, რასაც უყურებ, უფრო უყვართ სირბილით სიარული და აი მალე და ჩქარა და რატო უნდა დავალოდოთ და აი მე მაგალითად შემიძლია რომ ალბათ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შეგვიძლია რომ ერთი ნაბიჯი უკან გადავდგათ, ცოტა გვერდზე გავიწიოთ თუ ვიცით რომ კედელს ვეჯახებით და მე ორი ნაბიჯი წინ გადავდგათ, მაგრამ ისინი კედელს დაეჯახებიან და გაიტანენ ხო? თუმცა არ ვიცით რომელი ჯობია, ალბათ რაღაცა ისეთი პერიოდია რომ სატესტო რეჟიმში არიან და შეიძლება მათ გვაჯობონ და ზუსტად ეს კედლის განგრევა უფრო ეფექტური აღმოჩნდეს. თუმცა ჩემი გადმოსახედით მაინც მე ვემხრობი ნაბიჯ წინსვლას, განვითარებას, რაღაც ეტაპამდე მისვლას, იმიტომ რომ ეს გაძლევს სიმშვიდის გარანტიას და როცა მშვიდად ხარ და არ ხარ სტრესში, როგორც თქვი ხო, უფრო კარგად აკეთებ ყველაფერს და უფრო ბედნიერი ხარ და უფრო მალეც აღწევ შედეგებს. და შენ ნაბიჯი უკან ახსენე. შენ გადაგიდგავს ნაბიჯი უკან? კი, გადამიდგავს. შეგიძლია გაიხსენო? გადამიდგავს ნაბიჯი. თუ კარიერულად მეკითხებით, ყველანაირად გადამიდგია ნაბიჯი უკან. კარიერულად თუ მეკითხებით, როდესაც
რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, მუშაობდი ერთ-ერთ კომპანიაში, საკმაოდ კარგ პოზიციაზე და აღმოჩნდა, რომ ჩემი მიმართულება იყო ხარჯიანი კომპანიისთვის და უნდა გაუქმებულიყო ეს პოზიცია. რა თქმა უნდა, ხარჯების ოპტიმიზაცია იყო ძალიან პრიორიტეტი მაგ შემთხვევაში უკვე კომპანიებისთვის და მოხდა ისე, რომ ადამიანი, რომელსაც მეგონა, რომ უკვე რაღაცა კარიერული ნაბიჯები წინ გადადგმული მქონდა, უნდა დაუბრუნებულიყავი ერთ-ერთ მაღაზიაში კონსულტანტად. და გარკვეული პერიოდი, ასე ვთქვათ, განუსაზღვრელი ვადით მე მუშავა ისევ დამეწყო, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი თავიდან და ძალიან ბევრი ვიფიქრე, რომ აი როგორი ფიქრები მქონდა, იცით? აი რა სიტყვის ხალხი. აი რა სიტყვის ის რომ დამირეკავს და ნახა, ან რო შემოვა ვიღაცა მაღაზიაში და რო დამინახავს, მე რა სიტყვის რომ აბა შენ რო დაწინაურდი, ახლა აქ როგორ ხარ. და აი ესეთი ფიქრები მქონდა და მე მივხვდი, რომ ანუ ზუსტად ის არის რა, რომ აი ადრეულად მივხვდი თქო, რომ მე რა მინდა, რომ ვიყო ბედნიერი. ანუ მე მინდოდა რომ იმ მომენტში ყოფილიყავი დასაქმებული. ეს არ იყო არც ხელფასზე, არც სხვა არც ფაქტორზე, უბრალოდ მე მინდოდა რომ დილას გამეღვიძა და წავსულიყავი სამსახურში. და მივხვდი რომ ეს იყო ჩემთვის პრიორიტეტი, ეს იყო ის რაც მე მაბედნიერებდა და ამიტომ ამას რა თქმა უნდა დავთანხმდი და სხვათა შორის ძალიან გაუკვირდა ხელმძღვანელობას. და აი რატო უნდა გადადგა ნაბიჯი უკვე, როცა საჭიროა, რა თქმა უნდა, რომ აი მაქსიმუმ ალბათ ერთი თვე ვიყავი, იქ სადაც ვიყავი და მე უკეთეს პოზიციაზე გადავედი, იმიტომ რომ პირველი ვინც გაახსენდათ, როდესაც ახალი პოზიცია გაჩნდა კომპანიაში, იყო ლანა, რომელიც იცოდნენ, რომ ყველა შემთხვევაში მათ გვერდით იქნებოდა და ფაქტობრივად ის ერთი თვე იყო 4 კვირა, რომელიც ძალიან მალე გავიდა და არაფერი ცუდი არ მომიტანა პირიქით. პირიქით, ესე იგი ამ ერთმა ნაბიჯმა უკან მოგიტანა ორი ნაბიჯით აი ზუსტად კი. ხო და ამას ვერატყობ ახალგაზრდებს ასე რომ იცი რა არის ალბათ მათ უფრო უჭირთ შეიძლება მაგრამ არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგი შეიძლება კარგი იყოს ხო ნუ ამ შემთხვევაში შენი გამოცდილება რამ მოგიტანა წარმატება და რამ მოგიტანა კარგი შედეგი კიდე რა მიდგომები გაქვს საქმისადმი რაც აი უკვე დროში გაქვს გამოცდილი დროს გაუძლო ამ ყველაფერმა რამდენჯერმე ცადე და ყოველთვის ამართლებს აი ესეთი მიდგომა მე მაგალითად ვამბობ, რომ შეცდომები არ არის კარგი, რა თქმა უნდა ხდება, მაგრამ რაც შეიძლება ცოტა შეცდომა თუ მოხდება, მით უკეთესია და მით უფრო მალე წავალთ წინ და მით უფრო კარგი იქნება შედეგი. ამიტომ ვცდილობ, რომ ყოველთვის ვაკეთო ის, რაც ვიცი ძალიან კარგად. და ვაკეთო ხარისხიანად, იმიტომ რომ ამით ვაშენებ ჩემს თავს, ჩემს იმიჯს, ჩემს რეპუტაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემს თანამშრომლებსაც ვეუბნები ხოლმე, რომ როდესაც ხარ პროფესიონალი შენი საქმის, როდესაც იცი როგორ უნდა გააკეთო საქმე და არ ხარ გულგრილი და არ იყურები საათზე, რომ ეხა მე აქ დამიქირავეს 8 საათი და როდის გავა ეს რომ წავიდე, ორმაგისარგებელი, ანუ შენც ბედნიერი ხარ, საქმეც კარგად კეთდება და რა თქმა უნდა კომპანიაც შესაბამისად ალბათ კარგ შედეგს მიიღებს და კმაყოფილი იქნება. ამიტომ ჩემი მთავარი მიდგომა არის ის, რომ ვაკეთოთ ის, რაშიც ვართ პროფესიონალები და თუ პროფესიონალი არ ვარ, მაშინ მოდი ან ვისწავლი და მე გავაკეთებ, იმიტომ რომ მოდი ახლა მე გავაკეთებ და შეცდომებს დავუშვებ და რატომ როდესაც არსებობენ ადამიანები, რომელსაც შეიძლება კითხო, ან როდესაც არსებობს მილიონი დღესდღეობით იმდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რომ ძალიან მალე შეგიძლია გაიგო ინფორმაცია და გააკეთო სწორად რაღაცა, ხო? რა თქმა უნდა შეცდომები ხდება, მაგრამ ჩემი დევიზია არის, რომ მინიმალური იყოს ეს შეცდომები. ესე იგი ის ფრაზა შეცდომები მოსულა ეს ფრაზა არ არის? კი. ხო. შეცდომები ხდება, ესე გავიტყოდი რა, მაგრამ ესე რომ მოდი დავუშვათ და გავიგოთ ახლა რა არის სწორი, მე არ ვემხრობ იმას. ხო, ეს ძალიან ესეთი არაპოპულარული მოსაზრება, იმიტომ რომ მართლა მე თვითონაც მიმაჩნია, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ გაიზრდები თუ შეცდომებს დაუშვებ. მაგრამ შენ მე მგონი იმას გულისხმობ, როდესაც უკვე დასაქმებული ხარ, როდესაც უკვე საქმეს აკეთებ და კომპანია გქირავს შენ როგორც თანამშრომელს, ანუ უნდა გააკეთო ის რაც იცი, ან თუ ხედავ რომ გჭირდება განვითარება და მეტი სწავლა ჯობია რომ ისწავლო და გააკეთო, იმიტომ რომ შენთვისაც ძალიან კარგი, იმიტომ რომ ნაკლებ შენიშვნას მიიღებ, ხო, ნაკლებად ასე ვთქვათ, შენც დაძაბული არ იქნება, იმიტომ რომ აკეთებ იმას, რაც ძალიან კარგად იცი და ხარ თავდაჯერებული. ამიტომ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეცდომები ხდება, მაგრამ ის რომ მოდი ახლა დავუშვათ და მივხვდეთ როგორ უნდა გავაკეთოთ, ანუ ამის მომხრე არ ვარ. ჯობია რომ გკითხოთ ისეთ ადამიანს, ვინც უკვე გააკეთა იცის, იმიტომ რომ ამის ძალიან დიდი ბაზა არსებობს, ხო? მით უმეტეს ახლა როდესაც სილამაზის ინდუსტრიაში, ან კიდევ დავაკონკრეტებ, რატო ვფიქრობ ასე, იმიტომ რომ ეს ეხება მაინც გარკვეულწილად და ირიბად ადამიანების ჯანმრთელობას. ანუ ადამიანების ჯანმრთელობას
მე მგონი არავის არ მოუნდება რომ გაიკეთოს პლასტიკური ოპერაცია ექიმთან რომელთანაც შეხლა კაბინეტში და კედელზე იქნება გაკრული ესეთი მოსაზრება რომ შეცდომები ხდება და მომდის ხოლმე ან ეხლა ვსწავლობ სწავლების პროცესში ვარ ხო ანუ გაიკეთებ ეგეთ ექიმთან ოპერაციას ხო არ გაიკეთებ ხო ანუ როდესაც ოდნავ მაინც შეხებაში ვართ ადამიანების ჩამორთელობასთან ეს იქნება ვიცი სახის კრემი იქნება თუ ინექცია იქნება თუ არ აქვს მნიშვნელობა ხო ირიბად ჩემი სფერო შეხებაში ადამიანის ჩამორთელობასთან მე ვფიქრობ რომ ესე მარტივად არ არის შეცდომებთან საქმე და ჯობია რომ ნაკლები შეცდომები დაუშვოთ მას საერთოდ არ დაუშვოთ კი ბატონო შენს კარიერაში როგორც ქალს დაგჭირვებია კაცებთან თავის დამტკიცება სხვათა შორის ძალიან გამიმართლა იმ ხრივ რა ან კოლეგიალურ ნაწილშიც რა ვიცი მეგობრობის ნაწილშიც მყავს ადამიანები რომლებიც ასე ვთქვათ ესეთი აზროვნებით არ გამოირჩევენ რომ რაღაცა შენ ქალი ხარ მე კაცი ვარ შენ იმიტომ ვერ წახვალ წინ რომ მე კაცი ვარ და ასე შემდეგ ანუ არის პრობლემები არ მქონია და ჩემგან ძალიან შორს არის და გამიმართლა რომ ესეთ ადამიანებთან მე შეხება არ მქონია ვერც იმას ვერ ვიტყვი რომ ვიღაცამ რაღაცის გამო ვთქვათ ჩემი სქესის გამო დავიჩაგრე ან რაღაც ესეთი არა მაგრამ ესეც შენზე არის დამოკიდებული რა ანუ ესეც მოდის იქიდან რომ ზოგადად ქალების დიდი რაოდენობა რატომღაც ემორჩილებოდა წლების განმავლობაში და საუკუნეების განმავლობაში მამაკაცებს და აქედან მოდის თორე ანუ ის ქალებიც ძალიან ძლიერები იყვნენ და ეს ჩვენ თვითონ უნდა ასე ვთქვათ დავიმკვიდროთ ჩვენი თავი ისე რომ ეს სტერეოტიპი დავანგრიოთ და გავაქროთ იმიტომ რომ რეალურად ესე არ არის ანუ კაცი და ქალი ერთმანეთს ავსებს საბოლოო ჯამში ჩემი აზრით და ორივე ძალიან მნიშვნელოვანია სამყაროსთვის. რა თქმა უნდა. შენ მაინტერესებს აი ასეთი წარმატებული ქალი ხარ და შენი მეგობრების თვალში. ისინი როგორ უდგებიან შენს წარმატებას? არსებობენ ადამიანები ვისაც აქვთ ნათქვამი რომ აი ჩემი მეგობრების მხარდაჭერა ვერ ვიბრძენი მაშინ როდესაც მე წარმატების კიბეზე ავდიოდი ზემოთ და ზემოთ. ჭირში კი, მაგრამ ხინში არა. ხო, სხვათა შორის უფრო მნიშვნელოვანი არის ხინში ვინ არის შენთან ერთად, ანუ როდესაც შენ ხარ წარმატებული და ბედნიერი, ვინ იზიარებს შენს ბედნიერებას. ანუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვიდრე ვთქვათ გასაჭირში, იმიტომ რომ გასაჭირში ჩვენ სრულად უცხო ადამიანებიც კი ერთმანეთს ვეხმარებით ხო სოციალურ სივრცეში ძალიან ბევრი ამის მაგალითი არის. მე ამ ხრივ ვფიქრობ რომ გამიმართლა, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი მეგობრები, აი ეს ძალიან ბევრი რომ შემოგეცლება და ცოტა გრჩება. ესეთი არ მქონია არასდროს. ანუ ყოველთვის ყავდა რაღაცა, ესე ვთქვით, ლიმიტირებული რაოდენობით 5-6, აი ესეთ ხო. ოღონდ ეს ადამიანები რაღაცნაირად ანუ ყველა წლებს გაუძლეს და დღემდე ჩემთან ერთად არიან და ეს ადამიანებიც არიან ძალიან წარმატებული ქალბატონები, ასე ვთქვათ, სხვადასხვა კომპანიებში ძალიან წარმატებულ და წამყვან პოზიციებზე მუშაობენ და ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, როდესაც ერთმანეთს ხვდებით, ბევრ პროფესიულ თემას უზიარებთ ერთმანეთს, ასევე შვილების თემა, ოჯახის თემა და ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის მათთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ესე აღვნიშნავთ ხოლმე კონკრეტულად პერსონალურ წარმატებებს ერთმანეთისას და ძალიან გვიხარია. ეხლა ეს მეგობრების თემა იყოს ერთგვარი გარდამავალი საკითხი ოჯახის თემასთან. მოდი მივადგეთ ოჯახის თემას, რაც ნუ ასეთი სენსიტიურია ყველა ქალისთვის, ვინც არის ასეთი საქმიანი, დაკავებული, წარმატებული და ასე შემდეგ. მოდი დავიწყოთ შენი მეუღლით, შენი ქმარი. აი შენ ქმარს რა წვლილი მიუძღვის შენს წარმატებაში? ჩემი ქმარი შეიძლება ითქვას, რომ არის ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი კედელია ჩემთვის. და ყველა სტრატეგია, ყველა გეგმა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში განმიხორციელებია და ყველა წარმატებისთვის, რითაც მიმიღწევია, აბსოლუტურად ყველაფრის თანამონაწილეა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დამოუკიდებლად და მეუღლის გარეშე ან მამაკაცის გარეშე ვერაფერს ვერ მივაღწევთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბედნიერი ხარ მაშინ, როდესაც ხვდები იმ ადამიანს, რომელიც ზუსტად შენია და ზუსტად იცი რომ ყველა სიტუაციაში აი უცებრო დაურეკავ და ეტყვი რომ ეხლა ზედმეტი კითხვები არ დამისვა და ამ ადგილზე უნდა მიხვიდე და ესე უნდა გააკეთო და ბავშვი უნდა ჩაისვა, მიიყვანო და საჩუქარი იყიდო, იმიტომ დაბადების დღეზე მიდის და მე დამავიწყდა და ზედმეტ კითხვას არ გისვავს და გეუბნება რომ რა თქმა უნდა ეხლა გავაკეთე მაგ ყველაფერს ან თუ არ ცალია დავაორგანიზება არ ინერვიულო ეს ახლა მარტივი მაგალითი ხო? აი ძალიან დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ აი სულ რო გულში რაღაცა რომ ვიღაცა გეგულება, ვინც იცი რომ ეხა აი ყველაფერმა რო გაჭედოს, ეს ადამიანი ჩემს გვერდით იქნება.
აი ესეთი არის უბრალოდ ჩემი მეუღლე, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და მე მისი ძალიან მადლობელი ვარ. ჩვენ გვაქვს ყოველთვის საერთო მიზნები, რაც ვფიქრობ ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს მიზნები არის პატარ-პატარა, არ არის რაღაცა დიდი და გრანდიოზული, რომელიც დაგვღლის თქვათ რაღაც მოლოდინით და შუაგზაში იმის დრო გვექნება რომ ვიწუწუნოთ, რომ აი როდის მივალთ იქამდე. ეს არის პატარ-პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო და ესეთი პოზიტიური სახალისო და კარგი ცხოვრება და დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან, რაც მე ძალიან მახარებს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. შენ რამდენი შვილი ყავს? 3. სამი კი. 3 შვილი ყავს. და ხარ ასეთი დაკავებული. თან ლანას ისეთი საქმიანობა აქვს, რომ ფაქტობრივად ყოველ თვე სადღაც საზღვარგარეთ არის ან გამოფენაზე, ან რაღაც სულ ყოველთვიურად. არ ქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც შენი შვილი, რომელიმე ან ყველა ერთად გეუბნება, რომ დედა, რატო არ ხარ? ეხლა სახში. კი, მქონია. მქონია და ძალიან სენსიტიურია ჩემთვის, მაგრამ ვცდილობ, რომ არ გადავიყვანო ძალიან სენსიტიურ ნაწილში და აი როგორც რაღაცა ისე ჩემ თანატოლს ესე ველაპარაკები ხოლმე რომ აი ნუ რა მოხდა ეხლა ხო ხედავთ რომ აი ეს საქმე იყო გასაკეთებელი და აბა შენ ჩემ ადგილზე როგორ მოიქცეოდი და მაშინ მეუბნებიან რომ ხო ნუ დედა კი მაგრამ მაშინ იცი რა როცა გირეკავთ იქნებ რა გვინდა ყოველთვის გვიპასუხე და რა თქმა უნდა რაც წარსულში ყოფილა და რაც გულისწყებათ ვეუბნები რომ ამას უკვე აღარ გამოვასწორებ მაგრამ მომავალში რა თქმა უნდა ვცდილობ რომ ის კონკრეტული თემა გამოვასწორო და ვთქვა ყოველთვის უპასუხო თუნდაც შეხვედრაზე რო ვიყო ვაჩვენებ რომ აი შეხვედრაზე ვარ და გადმოგირეკავ და ან პასუხი დაუბრუნო და ვთქვა სხვა ნაწილში ვიყო ისეთი აქტიური რომ ეს ყველაფერი დავაბალანსო თუმცა ძალიან რთულია იყო იდეალური ანუ ვერ ვიტყვი ვერც მე და არ ვიცი არ მეგულება ესეთი ადამიანი ალბათ არსებობენ მაგრამ რომ მე ვარ იდეალური დედაც, მე ვარ იდეალური თანამშრომელი, მე ვარ იდეალური მეგობარი, ანუ ასე არ არის, იმიტომ რომ ფიზიკურად არ ყოფნის დრო. ანუ იმდენად დიდი დრო ჭირდება ბავშვებს და იმდენად ბევრი კითხვა აქვს და იმდენად ასე ვთქვათ, რთული პროცესია მაგათი აღზრდის პროცესი, რომ გამორიცხულია, რომ ეხლა შენ იმოგზაურო, თან წასული იყო, ხან პირადი მიზნებით, ხან სამსახურეობრივი და ასე შემდეგ და თან თქვა, რომ იდეალური დედა ვარ, ანუ იდეალური დედები არსებობენ. დედის ამპლუაში, რომლებიც მართლა თავის თავს წირავენ შვილებს და ის დაყვებიან და დაწყებული, ასე ვთქვათ, ცეკვის ანსამბლებით მოგზაურობებში და ასე შემდეგ. ანუ ნამდვილად ძალიან პატივს ვცემ, ამიტომ მე არ მაქვს იმის უფლება, რომ თქვა, რომ მე ვარ იდეალური დედა. ისინი უფრო არიან იდეალური დედები და მე მათთან ალბათ ძალიან ბევრი მეკნია, თუმცა რაღაც ჩემი როლი მაქვს და მაინც იმის იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილები ამას ყველაფერს კარგად იგებენ. თავარია შენ თავთან როგორ გრძნობ თავს? იმიტომ რომ ხშირად არის რომ დედები აი შვილი რო ურეკავს დღის განმავლობაში და შეხვედრაზეა და ვერ პასუხობს, აი თავს გრძნობს, თითქოს სინდისი ქეჯნის თუ არ ვიცი ეს რა არის, მე არასდროს გამომიცდია, მაგრამ ამბობენ ამას და მე მომისმენია ჩემი ახლობლებისგანაც, რომ აი თავს გრძნობ ძალიან ცუდად. როდესაც ესე ხდება. შენ ქონია ალბათ ესეთი პერიოდები და ახლა თუ გაქვს? კი, მქონია და ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობ რომ მაგაზე არ ვიფიქრო და უფრო ველაპარაკო ხოლმე ჩემს შვილებს, რომ აი როგორია ჩვენი ცხოვრება, რა არის ჩვენი მიზნები, ჩვენი ოჯახის საერთო მიზანი რა არის, თქვათ, კონკრეტული ვალდებულებები რა მაქვს მე, მამას რა აქვს და ასე შემდეგ. ანუ ამაზე ველაპარაკო და რაღაცნაირად უკვე თითქოს გადავლახე ის მტკივნეული ეტაპი, როდესაც პატარები იყვნენ და ეხლა უფრო შეგნებულად ჩემი უფროსი ლაპარაკება შეიძლება. ხო, ძალიან დიდია უკვე ასაკში არის, ისეთ ასაკშია, რომ ასე ვთქვათ, შეიძლება დაელაპარაკო და აუხსნა. და რაც შეეხება პატარა ბიჭს, ის რა თქმა უნდა, ალბათ დეფიციტს განიცდის, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, რომ როდესაც მასთან ერთად ვარ, ხარისხენად გავატარო ეს დრო და სხვათა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მას ურჩევნია, რომ ჩემთან ერთად გაატარო შაბათ-კვირა და ეს 2 დღე სრულად, იმიტომ რომ ძალიან გაერთობა იცის და იცის რომ ერთად დავრგავთ ყვავილებს და ერთად წავალთ და მოვეფერებით ცხოველებს, ვაჭმევთ ქუჩის ძაღლებს და ასე შემდეგ. ანუ ეს იმდენად მისთვის ესეთი მნიშვნელოვანი და მძაფრი შეგრძნებებია, რომ ურჩევნია ეს ვიდრე ვთქვათ მთელი კვირის სადღაც გასართობ ცენტრში ვატაროთ და იქ იყოს. ჩემმა შვილებმა რა გასწავლეს წარმატებაზე. იმიტომ რომ მე ესეთი რაღაც გამიგია, რომ სანამ შვილებს გავაჩენდი, მეგონა რომ წარმატება იყო მხოლოდ კარიერული წარმატება. და თურმე შვილს რო აჩენ, რომ ზრდი, თან ეს მარტო ის ხო არ არის გაჩენა და რაღაც ასაკი ემატება ბავშვს, ეს ხო აღზრდა, მთელი ფილოსოფია აქვს ჩაქსოვილი.
თურმე წარმატებას ზოგი ხედავს თავისი შვილის აი ამ ჯანსაღ განვითარებაში. შენთვის როგორ არის ეს საკითხი? ჩემთვის ყველა ნაბიჯი, ყველა დღე და ყველა მოქმედება, რასაც ვაკეთებ, ეს არის ჩემი ფუნდამენტალური, ასე ვთქვათ, მიზანი, არის ჩემი ოჯახი და ჩემი შვილები, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე, ჩვენი ერთობა და ასე ვთქვათ, ჩვენი ბედნიერი თანაცხოვრება. შესაბამისად, მე ვისულ ამბობ ხოლმე, რომ ყოველი მომდევნო შვილი, როდესაც გავაჩინე და მე ყოლა მანამდე პერიოდი თითქოს აღარ მახსოვს. აბა დედებო დაფიქრდით თქვენს ეს ახაც თუ არა, იმიტომ რომ ეს მგონია რომ ყველა ესე რომ აი მანამდე რა იყო თითქოს აი მარტო ღრმა ბავშვობა რო გახსოვს და აი ეს ჩაოლებრივი თანაცხოვრება რომელიც ბავშვის გარეშე გქონდათ თითქოს ხრება ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი მოვლენა რაც შეიძლება რომ წყვილის ისტორიაში ასე ვთქვათ და თანაცხოვრებისას მოხდეს და ქალისთვის კი რა თქმა უნდა კი და ჩემთვის ყველაფერი ასე ვთქვათ იწყება იქიდან და მე არის სხვა დანარჩენი რაღაცები, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს, მაგრამ ის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ხო, ეს ამის გაგება ჩემთვის ძალიან საინტერესოა შენგან, ანუ წარმატებული, ძალიან აქტიური და ძალიან დაკავებული ქალისგან. თითქოს ისეთი შთაბეჭდილება იქნება ხოლმე, რომ ასეთ ქალებს არ აინტერესებს დიდად ოჯახი. ამ დროს ეს არის ცრურწმენა, ერთგვარი სტერეოტიპი, რომ ძალიან ცუდი თუ ასე. ესე იგი, ცუდი დედა ხარ თუ რაღაც ეგრე. ხო, არის ესეთი, როგორც ვთქვათ, მე აღნიშნე რომ მე ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო დედა ვარ, იმიტომ რომ ეს ჩემი აზრით არ არის შესაძლებელი, რომ ამდენი ასე ვთქვათ, რამე დააკლდეთ ბავშვებს და თან იყო, ამდენი დრო დააკლო ბავშვებს და თან იყო იდეალური, თუმცა ის რომ ვთქვათ, თუ დაკავებული ხარ, წარმატებული ხარ და შემდგარი ხარ, ან ვთქვათ, რაღაც შენი საკუთარი საქმე გაქვს, ამიტომ შენ შვილები არ გაინტერესებს და ოჯახი არ გაინტერესებს, ეს არის ალბათ გონია რომ რაღაცა განათლების პრობლემაა. ყველაფრის თავი და თავი მაინც განათლება არის რა და როდესაც ადამიანს განათლება აქვს, ის ესე არაზროვნებს და ის ესე არ ფიქრობს ნამდვილად. შენ როგორ მიგაჩნია შენი თავი ძლიერ პიროვნებად? ძალიან. ძალიან ძლიერი ვარ, იმიტომ რომ მე ამას ვერ გეტყოდით რამდენიმე წლის წინ. მაგრამ დაახლოებით ალბათ 10 წლის წინ ამას ვერ გეტყოდით. მაგრამ დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ვარ ძალიან ძლიერი. და მე მაქვს ესეთი დევიზი, ასე ვთქვათ, რომ მთავარია ჯანმრთელობა, დანარჩენი ყველაფერი არის გართობა. აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც არ უნდა აკეთებდე. ყველაფრისგან არის უნდა აიღო ვალდებულება, რომ უნდა მოგანიჭოს სიამოვნება და უნდა იყოს ბედნიერი. მთავარია ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა, რასაც აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეთ. არ არსებობს მოვლენა, რომელზედაც მე ვინერვიულებ. აი არ არსებობს, რასაც მიმიღწევია, რაც მაქვს, რაც გამაჩნია. ხვალ რო არაფერი არ მქონდეს, მე მაინც ბედნიერი ვიქნები. არ არის პრობლემა. რა მოგცემს ამ ბედნიერების განცდას? და მე ჯანმრთელი მინდა რომ ვიყო და ანუ ჩემი ირგვლივ მყოფება მინდა რომ ჯანმრთელი ვიყო. სხვა ყველაფრისთვის მზად ვარ. არანაირი პრობლემა არ არის. შემიძლია ნოლიდან დავიწყო. და ვიქნები ბედნიერი, ხო? ეს არის მე მგონი ძლიერი პიროვნება. კი, იმიტომ რომ აი ესეთ დროს ხარ მშვიდად, არაფრის არ გეშინია. ხარ შენ თავზე და შენს ახლობებზე ორიენტირებული, რომ ისინი იყვნენ ჯანმრთელები, იცხოვრონ ჯანმრთელი ცხოვრების, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორ ცხოვრობთ. როგორ ასე ვთქვათ, ვზოგავთ ჩვენს ორგანიზმს, ხო, რას ვჭამთ, როგორ ვიღვიძებთ, როგორ ვარჯიშობთ, როგორ გვძინავს და ასე შემდეგ. ეს გადმოდის პრიორიტეტებში, რაც არის სულიერი სიმშვიდის და ბედნიერების გარანტია და ის რომ ახლა მე ორსართულიანი სახლი მექნება თუ რითი ვივლი, რომელი მანქანი, მარკის მანქანი თვივლი, ანუ პრობლემას ვერ ხედავ მაგაში რა. ანუ რა თქმა უნდა თუ შემეძლება მეყოლება და ძალიანაც გამიხარდება, მაგრამ თუ არ მეყოლება არა უშავს. პრიორიტეტი რა არის? ბედნიერება თუ ის სხვა რო იტყვის, რომ აუ რა მაგარი პორშეთი დადის, ანუ აი ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ განსაზღვრო. სხვისი აზრია შენთვის მნიშვნელოვანი და სხვისი აზრისთვის ცხოვრობ, რომელიც წავა სახლში შეიკეტება და საერთოდ არ გაახსენდები და უბრალოდ ერთი წამით შეიძლება დაგინახოს და გაიფიქროს რაღაც თუ შენ რო შენ თავთან რჩები, ანუ შენ გინდა რომ იყო ბედნიერი სულ 24 საათი და მთელი წელი და მთელი ცხოვრება. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, რომ ბევრი ადამიანი საერთოდ სხვა სურათს დაინახავს რა აბედნიერებს მას. ახლა მინდა რომ მიმართო იმ ქალებს, ვინც არიან დედები და ან არასდროს უმუშავიათ, ან ძალიან დიდი ხანია აღარ მუშაობენ. ხშირად ასეთ ქალებს ნაბიჯის გადადგმის ძალიან ეშინიათ. არ ვიცი, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ამ შიშის. საიდან მოდის ეს შიში, მაგრამ ფაქტია რომ არის, ხო? არსებობს ეს შიში მათ ცხოვრებაში.
აი შეიძლება ხელ გვიყურებენ, შეიძლება უყურებენ ძალიან ბევრ წარმატებულ ქალს, როგორ საუბრობენ მათ გამოცდილებაზე. აი ეს მოისმინონ, მაგრამ ვერ განახორციელონ. არადა ძალიან უნდათ საკუთარი თავის რეალიზება, ძალიან უნდათ განვითარება. აი რა უნდა ქნან ასეთმა ქალებმა, შენ რას ურჩევდი? მე ვურჩევდი, რომ პირველ რიგში უნდა ნახოს რა არის მისი ძლიერი მხარე, აი მაგალითად რა შეგიძლია შენ გააკეთო სამყაროსთვის და როგორ შეგიძლია რომ სიკეთე მოუტანო სამყაროსთვის, და ჩვენი თითოეულის საქმიანობა ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომ ჩვენი დედამიწისთვის სამყაროსთვის უნდა იყოს კარგის მომტანი, ხო? და აი შენ რა გაქვს ისეთი, რითიც კარგს მოუტან. ეს შეიძლება იყოს დაწყებული რაღაც კრეატიული იდეებიდან, დამთავრებული არის კულინარით, რომელიც ასევე ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია, ხო? ანუ როდესაც ჩვენ ვიცით უკვე რა არის ჩვენი ძლიერი მხარე და რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, მაგალითად თუნდაც არაფერი არ ვიცით ისეთი განსაკუთრებული, მაგრამ ვიცით რომ ადვილად შეგვიძლია რაღაცები ავითვისოთ და ნებისმიერი საკითხი შემიძლია რომ დავამუშაო და რაღაცა პერიოდში ვისწავლო და გავხდე პროფესიონალი. პირველი არის ეს, რომ გავიგოთ რა არის ჩვენი ძლიერი მხარე და მეორე არის რომ სად არის გზა, რითიც შეიძლება რომ აი ეს ძლიერი მხარე მარტივად გავიტანო და დავანახო ის ადამიანებს, რომლებსაც ჭირდებათ. ანუ ეს არის უკვე საკუთარი თავის მარკეტინგი, ასე ვთქვათ, PR-ი, ვისი გავლით, ხო? ეს არის სანაცნობო წრე, ეს არის დღესდღეობით ძალიან მარტივია სოციალური მედია, სადაც არ გჭირდება არც პროფესიონალური კამერა, არც რაღაცა განსაკუთრებული გარემო, ანუ ყველაფერი საინტერესოა. ანუ შენ თუ ძალიან მაგარ კერძებს აკეთებ და ძალიან კარგ ვიდეოს ჩაწერ როგორ უნდა გააკეთო, ნაბიჯ-ნაბიჯ ასე ვთქვათ, ძალიან გემრიელი პასკა პირობითად ვიძახი, აუცილებლად ძალიან ბევრი ადამიანი გიყურებს, იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაცა, ვისაც აინტერესებს და იქ იმდენი ადამიანია, რომ შენთვის ასე ვთქვათ საკმარის იქნება, რომ შენ გაგიცნოს ხალხმა, შენ გაგიცნოს იმ აუდიტორიამ, ვისი ინტერესებიც არის ეს და შესაბამისად მე კიდევ უფრო წინ წახვიდე და რაღაც ახალი შესაძლებლობები გაგეხსნას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მიმწოლები. აი რას ნიშნავს ახლა ეს, რომ მიდი, სადაც გინდა რომ დაიწყო მუშაობა, სადაც ფიქრობ, რომ აი შენი ადგილი იქ არის, მიდი და პირდაპირ დაელაპარაკე, უთხარი, შესთავაზე შენი თავი, იმიტომ რომ ესეთი მოტივირებული ადამიანები ყველას უნდა. დღეს კომპანიებს ჭირდებათ ადამიანები ანთებული თვალებით, რომლებიც გეუბნებიან, რომ მე მინდა რომ დავიხარჯო შენთან და ეს გავაკეთო და ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან კარგად და პოზიტიურად დამთავრდება. რა თქმა უნდა, ადეკვატურობის ფარგლებში და ეს არ უნდა იყოს რაღაც, ეს არის მნიშვნელოვანი თვითკრიტიკა, რომ სწორად შეაფასო შენი თავი და სწორად შესთავაზო რა და მისთვის საინტერესო იყო. აი რას გვეუბნები, რომ მე ვარ ქალი, რომელიც არ მუშაობს წლებია, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან მაგარი სტილისტი შემიძლია ვიყო. აი რას ამბობ, რომ წავიდე, დავუკაკუნო სალონს მაგალითად და ვუთხრა, რომ მე შემიძლია თმის დავარცხნა ძალიან მაგრა. კი, ანუ ნახე, მე შემიძლია თმის დავარცხნა არა. მომეცი საშუალება, რომ რამოდენიმე კვირა დავესწრო და ვუყურო როგორ აკეთებს ამას პროფესიონალი და მე დარწმუნებული ვარ რომ მე შევძლებ და მე შემდეგ თქვენთან დავსაქმდები. პირობითად ვიძახი. შეიძლება სულ არ ვიცოდე, მაგრამ ვისწავლო. თუ არ იცი, ხო, თუ იცი, რა თქმა უნდა მიხვიდე და დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი მოთხოვნაა მაგ ინდუსტრიაში და აუცილებლად ნახავს სამსახურს. შენ მოსულა ვინმე ესე? მოსულან და სხვათა შორის მაგით მივხვდი რომ ესეთი ადამიანები ძალიან სწორად აკეთებენ მაგ ყველაფერს. აი რა გააკეთა მაგ ადამიანს? აი მითხრა რომ მე შემიძლია ეს კარგად გავაკეთო და შენ თუ არ გჯერა, მომეცი შანსი და გაჩვენებ, ანუ მე არ ფსარგთხო, მომეცი შანსი და მე გაჩვენებ რომ ამას ძალიან კარგად გავაკეთებ და იმდენად თავდაჯერებული ადამიანი რომ აი ეს ენერგეტიკა და ყველაფერს გრძნობ და ხვდები რომ აი თებს გადადგავს ისეთი მაგარი ვიღაცა არის და ვერ ეტყვი რომ იცი რა წადი ახლა შენ, იმიტომ რომ არ მჯერა შენი. რაღაცას მაინც ეტყვი. ყოფილა სტარტაპერი, რომელსაც უთქვამს, რომ მე მაქვს პროდუქტი, რომელსაც ვიცი, რომ ძალიან მაგრად გავყიდი და მithქვამს, რომ თქვათ აი ეს არის უფრო მცირე ბიზნესი, რომელსაც უმჯობესია, რომ განავითარო ესე და ამ ადამიანს გამოუკითხავს ჩემთვის ძალიან ბევრი გამოცდილებები და ასე ვთქვათ ის დატა, რომელიც მე გამაჩნია და ძალიან სწორი სტრატეგია შეიმუშავა თავის ბრენდისთვის და დღეს ძალიან წარმატებულია. ანუ მარტო ამით არა, ის სხვასთანაც მივიდოდა ხო და სხვასაც კითხავდა და ბევრი ინფორმაცია შეებრუნებდა. ანუ ყველა ვარიანტში რაღაცა დადებიც იღებ. ესე იგი, მნიშვნელოვანი არის, შეიძლება ასე ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი არის, როდესაც მე ვაკითხავ ჩემს პოტენციურ დამსაქმებელს, რომ რას ვეუბნები კი არა, როგორ ვეუბნები. აი თვალები მარტო ის არ უნდა გეძებდეს, შენც უნდა ეძებო. როგორ?
ანუ მარტო ის არ უნდა გეძებდეს, შენც უნდა ეძებო, მაგრამ ეს ყველაფერში ესე არის. ესე იგი შენ უნდა ეძებო შენი კი, უნდა იმოქმედო, აი მოქმედება, მოძრაობა, ნაბიჯ, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. ანუ დავჯექი ველოდები, რომ ეხლა მე გავაგზავნე და აბა თუ დამირეკავენ. აი იმოქმედეთ და აი ნახავთ თუ არ იქნება შედეგი, ანუ ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. ისე ეგ პირად ცხოვრებაშიც ხომ მუშაობს. რა თქმა უნდა. ესე იგი ხო ამბობენ ხომ, რომ აი ვზივარ და ველოდები პრინცი როდის გამოჩნდება. არ და ამ დროს ადამიანებს არასოდეს არ აუწყდებათ ის ადამიანები, რომლებიც პირიქით მიადგნენ, ასე ვთქვათ, და უთხრეს, რომ აი ვთქვათ, შენ ჩემთვის საინტერესო ხარ. არასოდეს არ დაუწყდება არც კომპანიას ადამიანი, რომელიც მივა და ეტყვის, რომ მე შენ ჩემი ღირებულებების მატარებელი ხარ და მე მინდა რომ შენი ნაწილი ვიყო და მომეცი ამის შანსი. არ მგონია მე სტუდენტებთანაც ძალიან ბევრი შეხება მაქვს და თითოეული სტუდენტი მახსოვს იმით, რომ რაღაცა ინიციატივა გამოიჩინეს და რაღაცა ისეთი თითქოს არასტანდარტული გააკეთეს, ხო? აი მაგალითად არ ვიცი, რაღაც რჩევა მომცა მაგალითად სტუდენტმა, რომ აი მე მაგალითად გირჩევთ, რომ ესე გააკეთოთ. ამ დროს შენ თავი გონია, რომ შენ დაასწავლო და გითხრა, რომ აი ესე არა ჯობია, რომ ესე გააკეთოთ. აბა სცადეთ. და მახსოვს თითოეული, ან მარტო ესეთი кейსები არა, ბევრი რაღაც ყოფილა, მაგრამ აი ეს ინიციატივები არის ძალიან ასწრაფებს და აჩქარებს პროგრესს. მოკლედ ეს მორიდებულობა უნდა გადავდოთ გვერდით. არ მუშაობს. ხო. აი რაც არ უნდა მშრომელი იყო, შენ თუ არ ამბობ, რომ მე ამას ვაკეთებ ძალიან კარგად და აი იცი რა უფრო დიდი დრო დაჭირდება, რომ ვიღაცამ დაინახოს და თუ იტყვიან და გააზიარებ, რომ ამაში კარგი ვარ და კარგად გამომდის, პირიქით უკეთესია და როდესაც ის საქმე დაჭირდება, შენ გაახსენდებით, რომ ეს ადამიანი იცახდა, რომ ამას კარგად აკეთებს და აბა მოვიდეს. ეხლა ბოლოსკენ მინდა რომ ერთი პატარა ექსპერიმენტივით გავაკეთოთ. წარმოიდგინე, რომ ეხლა მე ვარ ლანა იმასაკში, სანამ გაიცნობდა ქმარს და სანამ გააჩენდა შვილებს. აი რას ეთყოდი ლანას იმასაკში. რამდენი წლის იყავი ოჯახი რო შექმნა? 21-ის. 21-ის რა პატარა ყოფილხარ. აი ჩათვალე რომ ვარ 20 წლის ლანა. და ეხლა დამელაპარაკე ისე, როგორც დაელაპარაკებოდი შენ 20 წლის თავს, 20 წლის ლანას. შეიძლება აქვს რაღაც შიშები, ან რაღაცაში არ არის დარწმუნებული, ან რაღაც ნაბიჯს ვერ დგავს. აი რაც ხდებოდა 20 წლის რო იყავი? აი ამ გადასახედით რას ეთყოდი? აი სხვათა შორის ჩემს მეგობრებსაც უკითხავთ ხოლმე, რომ აი ერთმანეთისთვის გვიკითხავს, რომ აი რა შეცვლიდი, რომ დაბრუნდე. თქვათ რაღაცა, არ ვიცი 20 წლის წინ და ასე შემდეგ და აი მართლა იმიტომ ვარ ბედნიერი, რომ არაფერს არ შევცვლიდი საერთოდ. ერთადერთი რას ვურჩევდი, ანუ ვეტყოდი, რომ არაუშავს თუ რაღაც არ იცი. არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ბევრი დრო გაქვს იმისთვის, რომ ისწავლო. და კიდევ ვეტყოდი, რომ ყველაფერს ვერ ისწავლი. ამიტომ შეგვი იმას, რომ რაღაცები არ გეცოდინება. ანუ იდეალური ვერ იქნება. არა, ხო. და არც არის კარგი, რომ იდეალური იყო, იმიტომ რომ ესე იგი რაღაცა სტანდარტის მიხედვით ხარ იდეალური და არა ის, რომ ინდივიდუალური ხარ და რაღაცა გამორჩეული ხარ. ამიტომ ვეტყოდი, რომ ის რაც მე ყველაზე მეტად მიჭირდა, რომ რაღაცა რო არ ვიცოდი იმის აღიარება. და უკან დახევა რაღაცა პერიოდი, ხო? ვეტყოდი, რომ აი ეგ დრო არ დაკარგო. და მაგ ნაწილში უფრო ასე ვთქვათ, მივცემდი რჩევებს და სხვა მხრივ აი ის რა ვთქვათ, ადრე გავთხოვდი, მიხარია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ადრეა და მე არ ვისურვებდი, რომ ჩემი შვილი, მაგალითად ან ჩემი შვილები ამასაკში დაოჯახდნენ. ეს ძალიან ადრე არის. მაგრამ მე გამიმართლა და მადლობელი ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და სხვა პრობლემები არ შემექმნა, ასე ვთქვათ, ამ კუთხით. ესე იგი შენ ქმარში გაგიმართლა. ხო, ანუ გამიმართლა მე მყავს ის ადამიანი გვერდით, ვინც ჩემთვის ფიქრობ, რომ იდეალურია და სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, რომ არსებობს თუ არა ნეტა ადამიანი, რომელიც მასზე უკეთესი არის. საერთოდ ანუ არ ვიცი, საოცრად კარგი ადამიანია. საოცრად. ხო, ეს გამართლებაა, მე მგონი. ხო. როგორც იციან ხო, ხოლმე, იმიტომ რომ ალბათ არ იყო ისეთი გააზრებული მაინც, ხო? 21 წლის მგონია, რომ მაინც ძალიან პატარა არის. ძალიან პატარა. და მანდ ერთადერთი შანსი გაქვს, რომ გაგიმართლოს. ერთადერთი ხო, რაციონალურად ვერ ფიქრობ. ბედის ანაფარად რო. ვერ ფიქრობ რაციონალურად, რომ აი რა გელოდება და თქვა ეს ის არის, რაც გინდა თანხwebdriverა ყველანაირად ღირებულებების ამის ანალიტიკა არ გამიკეთებია. შენ ქმარიც ამდენი წლის? 21-ის იყო. ჩემზე უფროსი არის 3 წელი. 3 წლის უფროსი. ცოტა ჭკუა მოეკითხება. კი, კი, ბატონო. და ისე
რა გაქვს შენარჩუნებული აი 20 წლის ლანასგან რა დაიტოვე და რა შეინარჩუნე, რასაც არ უშვებ. ბევრი რამე და აი მე შემიძლია რომ გარდავიქმნა ჩვეულებრივად 5 წლის ბავშვად და ვითამაშო აბსოლუტურად შეიძლება თქვა რომ არაადეკვატურია აი ისეთი რაღაცები გავაკეთე და ისე გავერთო. ანუ ეს მხიარულება და ეს რაღაცა ხო რა ეს სიხალისე არ დამიკარგავს და შენარჩუნებული მაქვს ასევე რაღაცა დიდი ენთუზიაზმები რომ აი მაგალითად ახლა რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე რომ მინდა რომ გავაკეთო სათბური ყვავილების და ჭკუაზე არა ვარ ასე თქვა ვიძებ ინფორმაციებს ის მაგრამ შეიძლება გადამიაროს ცოტა ხანში ანუ ეს რაღაცა მერყეობა ეს რაღაცა თითქოს ჭირვეულობა და რაღაცები მაქვს მაგრამ ნუ ვიცი სად ჩავრთო ასე თქვა და სად არა ხო საქმეში ამას არის არა ხო შეიძლება ვიღაცამ ვერ წარმოიდგინოს რომ შეიძლება ესეთი რაღაცა ცვალებადი ვიყო და ხო ეგ არის საინტერესო ანუ ოჯახში სხვანაირი ხარ და სამსახურში ძალიან აი როგორი რა განსხვავება აი ზუსტად ეს არის განსხვავება რომ სახლში ვარ ბევრად უფრო ხიარული ანუ ხიარული ანუ სამსახურშიც ვარ და ზოგადად ეს ჩემი ანუ მე არის ეს ხიარულება მაგრამ ხო აი სახლში მაინც უფრო სხვანაირი ვარ ბავშვური სილაღე ბავშვური სპონტანურობა ხო აი შეიძლება უცებ გამოვაცხადო რომ მოდი ვითომ დღეს ახალი წელია და გავაწყოთ ახლა უფრო სრულები ჩავაფიქროთ და რაღაცა გავერთოთ ამ საღამოს და აი შეიძლება მთელი ოჯახი ამყვეს და ეს ყველაფერი გავაკეთოთ ამ განწყობას ვქვინი მე მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები აუცილებლად მყოფიან ამ ყველაფერში ისე შენ სამსახურში ლიდერი ხარ და ოჯახშიც ლიდერი ხარ? დიდად რო გითხრა არ მინდა ლიდერობა, მაგრამ ხა როგორი სიტუაცია გვაქვს, რომ მაგალითად როდესაც ვაშენებდით სახლს, პირობითად ჩემი მეუღლე მეკითხებოდა, რომ აი როგორი გინდა რომ იყოს პირობითად ეზო. და მე იმდენად არ მინდა რომ ლიდერი ვიყოს სახლში, რა გავიგნები, რომ შენ როგორიც გინდა ისეთი გავაკეთოთ და არა, ეგრე არ მაწყო. არა, შენ და მითხრა, იმიტომ რომ აი ეს არის ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი რომელიც გიყვარს და რომლის გვერდით ცხოვრობ უნდა კითხო ეს ერთი და მე კიდე ის გაბედნიერებს რომ ის რო კმაყოფილია ანუ ის კი რომ მარტო სხვისთვის ხო არ ვიქნები არა ანუ რაღაცები იმისთვის უნდა იყოს რაღაცები შენთვის და საბოლოო ჯამში გამოდის იდეალური იმიტომ რომ ორივესთან ახლოს არის ეს ყველაფერი ანუ იმას არ უნდა და თუ მე არ ვეტყოდი რომ ესეთი მინდა კონკრეტულად აქ მინდა ეს ხე მინდა რომ აქ იყოს აი ამას ითხოვდა ჩემგან გამოდმებით და არ გამოდიოდა ის რომ აი მოდი როგორც შეგინდა და ამიტომ მე ვერ ვერთობოდი რა თქმა უნდა მეც მხიარულად და ყველაფერი კარგად გამოვიდა საბოლოოდ. ძალიან დიდი მადლობა ლანა, მე მგონი ყველა თემას შევეხეთ, კარიერასაც, შენს ბავშვობასაც, ასევე ოჯახს, რაც ასეთი საინტერესოა და ასეთი მნიშვნელოვანი ქალის ცხოვრებაში და ფიქრობ შენი ისტორია იქნება კარგი мотиваცია ბევრი ქალისთვის განსაკუთრებით მათთვის ვინც არ მუშაობს აქამდე ყოყმანობდა აქამდე ბევრს ფიქრობდა აი ლანას მოყოლილი მაგალითი მე მგონი უნდა გაითვალისწინოთ და აუცილებლად გადადგათ ნაბიჯი და თქვენს ხელში აიღოთ თქვენი ცხოვრება კი და აუცილებლად იქნება შედეგი არ არსებობს ყველა ქმედებას მოყვება რაღაცა უკურეაქცია, რომელიც როცა პოზიტიურია განწყობა და ასე ვთქვათ მიზანი, აუცილებლად პოზიტიური იქნება ის უკურეაქციაც. 10 ჯერ ვცდი, 9 ჯერ შეიძლება არ გაგიმართლოს, მაგრამ ერთხელ ხო გაგიმართლოს. აუცილებლად. მეც ამის წამს და ასე ვცხოვრობ მეც. დიდი მადლობა ლანა ყიფშიძე, იყო ჩემი დღევანდელი სტუმარი. მე მინდა გთხოვოთ და შეგახსენოთ, რომ ჩვენი YouTube არხის გამოწერით ძალიან დაგვეხმარებით, იმიტომ რომ ეს იქნება თქვენი მხრიდან ერთგვარი მხარდაჭერა სრულიად უფასო, რაც ძალიან დაეხმარება არხს გაზრდაში და განვითარებაში, ასევე დაგვიტოვეთ თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვემოთ, კომენტარების ველში და გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს მეგობარს ან ახლობელს, ვინც ფიქრობთ, რომ ძალიან ისარგებლებს ამ ინფორმაციით, რომელიც დღეს ლანამ მოგვაწოდა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მე დროებით გემშვიდობებით.